გამშვიდობისად ვიფოს ტელემაყურებლები ტელეკომპანია თრიალეთი მცირეოდენი შესვენების შემდეგ კვლავ აგრძელებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. დაესვა თუ არა საბოლოო წერტილი დიდი ოპოზიციური გაერთიანების საკითხს. რა რესურსებით წარდგებიან არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები? იქნება თუ არა განხეთქილება ნაციონალებსა და დემოკრატებს შორის? ამ და სხვა საკითხებზე დღევანდელ პირდაპირ ეთერში ჩვენთან ერთად ისაუბრებს ბატონი მიხეილ სააკაშვილი, იგი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გახლავთ. მოგესალმებით ბატონო მიშა, დიდი მადლობა რომ ჩამოგზავნით გორში და გუშინ დღეს თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები რა თქმა უნდა შიდა ქართლის მოსახლეობისთვის ცნობილია და რასთან გვაქვს საქმე, რას ვერ იყოფენ დღესდღეობით ნაციონალები და დემოკრატები. მე ვიცი რომ ძალიან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა თქვენ შორის დიდ ოპოზიციურ გაერთიანებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მე ძალიან მიხარია რომ ვარ გორის ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე გასაუკეთესო ტელევიზიის ეთერში, ნამდვილად ეს არის არ მინდა კომპლიმენტი გითხრათ, მაგრამ თრიალეთი არის ყველაზე გავლენიანი რეგიონალური ტელევიზია და ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური ტელევიზია საერთოდ საქართველოს მასშტაბით. ჩემთვის გორელები ეს განსაკუთრებული ფენომენი გახლავთ. ძალიან ბევრს კამათობენ ახლა ხშირად წრები ჩემი იძახიან აი სააკაშვილი საიდან არის გვარი, ეს ქართული გვარი შეიძლება არ იყოს. საქმე იმაშია რომ ჩემზე უფრო ნიშნოვანი იყო ალბათ ჩემ ოჯახში მეორე მიშა სააკაშვილი, პაპა ჩემი, მამა ჩემის მამა, რომელიც დაიბადა, გაიზარდა გორში, დაამთავრა გიმნაზია, იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი, როცა ჩამოყალიბდა ეს ინსტიტუტი. იყო საქართველოს მედიცინის ისტორიის დარგის დამფუძნებელი, ცნობილი მეცნიერი და ამგვარად მე შემიძლია ვთქვა, რომ მე არა მხოლოდ ეხლა ტელევიზია გადის და სხვაგანაც უყურებენ, მათ შორის თელ ქართლში, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ მე წარმოშობით ვარ გორელი. გორი ჩემთვის არის ძალიან მახლობელი და მნიშვნელოვანი ქალაქი. სხვადასხვა ამას წინათ აღმოაჩინე იდეას ივერია გაზეთი მომიტანის უпростоრად, სადაც წერიან რომ ყველაზე კარგად თელ გორში ქართულ ლიტერატურას ეუფლებოდა მასში ბაბუაჩემი, მისი ლექსებია გამოქვეყნებული. ამას წინათ იყო მას შეუსრულდა იუბილე, ხა იყო დამფუძნებელი ამ სამედიცინო ინსტიტუტის და მისმა კათედრამ გადაწყვიტა აღენიშნა და მთავრობამ ეს აკრძალა. გამოვაგზავნეს წარმოადგენლები კანცელარიიდან, თქვენს რომ ასეთი კაცის, ასეთი გვარის და სახელის მატარებლის მიხეილ სააკაშვილის იუბილე საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში არ უნდა აღინიშნოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამარცხვინო. რა შუაშია, მე მიმაჩნია, რომ ეს ჩემზე დიდი პიროვნება იყო, დიდი დამსახურება აქვს ამ ინსტიტუტის წინაშე და საერთოდ ასეთ რამები ალბათ არ დახდებოდეს. სანამ გაერთიანებულ დემოკრატიულ ურთიერთობებს გადავიდეთ. პაპა თქვენი გორშია დასაფლავებული. არა, თბილისშია დასაფლავებული პანთეონში, მაგრამ თუ მთელი ოჯახი ყო რა თქმა უნდა აქედან წარმოშეთ. მამამისი დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დროს, ჯარში გაიწვიეს. დედა იყო პედაგოგი და ბუნებრივია აქედან არიან ესენი. რაც შეეხება პოლიტიკას, გადავიდეთ ამ თემაზე, რომ ბევრი არ ვილაპარაკო ჩემ ოჯახზე. ყველაფერი არის ძალიან მარტივი. ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენ მხარდამჭერებს სიმართლე. სიმართლე არის იმაში, რომ დღეს ყველაზე მკვეთრ ოპოზიციაში, ყველაზე პოზიტიურ მუხტის მატარებელ ოპოზიციაში, იმიტომ რომ ეს არის ოპოზიციური ძალა კი არა მხოლოდ რომ ეწყვილის არამედ ის ძალა ერთადერთი, რომელსაც მართლა კონკრეტული საქმეები გაკეთებული, შეიძლება ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს, მაგრამ იმის ფონზე როცა არავის არაფერი არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ხელს გვიშლიდა, არის ნაციონალური მოძრაობა. მე ვთქვი, რომ ჩვენ ვერ მოახერხეთ უფრო ფართო ჯგუფის შექმნა, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. მე მესმის ყველანაირი გაერთიანება, როგორც გაერთიანება პრინციპების გარშემო. ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა შევარდნაძის რეჟიმის შეცვლა. შევარდნაძის რეჟიმის შეცვლა, ეს არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ შევარდნაძის შეცვლა, მაგრამ ეს არის პირველ რიგში ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. სიცოცხლის გაუმჯობესება, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, პენსიების დარიგება, პენსიების მომატება, სამედიცინო დახმარების პირობების შექმნა, ბავშვებისთვის სწავლის შესაძლებლობების მიცემა. ეს არის კონკრეტულ ოლიგარქიულ კლანებთან დაპირისპირება. შევარდნაძეს დიდი ხანი აღარ უნდა ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ შეიძლება როდესაც უნდოდა და სხვა შორის როცა მე ვიყავ მთავრობაში, მე იმედი მქონდა რომ უნდოდა, მაგრამ ერთი წუთით არ დავწყდები ვარ მხოლოდ ამას. პირველი რაც გავაკეთე, როცა ვიყავ იუსტიციის მინისტრი, იყო ის, რომ დავიბარე
ციხის უფროსები, რომელთაც ჰქონდათ აშენებული 3 და 4 სართული სასახლეები და თქვი რომ დღეს ყველანი განთავისუფლება ყავთ სამსახურზე. მე არ დავულოდები ვარ იმას, ჩემი კანონის დაუსაბუთებელი ქონების შესახებ მიიღებდა თუ არა მთავრობა. პრეზიდენტმა გითხრა უარი და ჩვენ მაშინ ამაზე ჩვენ თვითონ გავატარეთ სამინისტროს დასაჭერი იყო ის ხალხი, მაგრამ დაჭერის უფლებაც რა მე მაშინ არ მქონდა. როცა მე ვიყავი პარლამენტში, ხალხს ახსოვს, მე და ჩემმა ჯგუფმა ეს ახალგაზრდა რეფორმატორება წოდებულა მაშინ მოვახერხეთ ის რომ გავანთავისუფლებდეთ ფრიდონი ჯეკავშიგაბლობის მინისტრიუმაც მოიპარო 50-დან 60 მილიონ დოლარამდე სახელმწიფო ქონება და ეხლა ჯიბეში უდევს და მშვენივრად ცხოვრობს. Გავანთავისუფლებდეთ ბაკურ გულუა რომელმაც ის 100 მილიონი დოლარის გრანტები, კრედიტები რომელიც შემოვიდა იმისათვის რომ გლეხებს ქონოდათ უფასო საწვავი, სასუქი, ტექნიკა, პრაქტიკულად თლიანად გააქრო ან შეჭამა, გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინა და ეს ყველაფერი. ჩვენ გავაკეთეთ ის რომ მიუხედავად ტექდათვალიერების სფეროში მაფიის დიდი წინააღმდეგობისა გავაიაფეთ ტექდათვალიერების ხარჯები. ყველას ახსოვს ჩვენი ბრძოლა ცნობილ წყლეთელ ფეოდალთა მეფარიძესთან და ეს არ იყო მარტო ამ პრეზიდენტის კლასელთან ბრძოლა, ეს იყო კაცი რომელიც სიმბოლო იყო წვარი საფარის განადგურების ისე როგორც ეს ხდება თბილისში და მის შემოგარენში და ისე როგორც ხდება ეს დანარჩენ საქართველოში. ასე რომ ეს იყო პირველი ეტაპი ჩვენი მოღვაწეობის პარლამენტში და პოლიტიკაში და ბუნებრივია ეს სწორედ ეფუძნება იმას რომ ჩვენ ვიყავით ის ძალა რომელიც არასოდეს უკან არ იხევდა ამ გარიგებებზე არ მიდიოდა. ახლა ჩემი მე მოვედით საკრებულოში. საკრებულოში ჩვენ არ აგვაქვს ბევრი უფლებები, იმიტომ რომ თბილისს მართავს კი, რა თქმა უნდა, თბილისს მართავს მერი, ისე როგორც გორს, რა თქმა უნდა, მერი არ მართავს ამ შემთხვევაში, მართავს ძირითადად გამგებელი, თუმცა მერსაც მიუძღვის თავის წვლილი, ბუნებრივია და ჩვენ მაინც მოვახერხეთ ის, რომ იყო რაღაც საპენსიო დავალიანებები და ძირითადში ახლა ისევ ხელახაც ცდილობს რომ მთავრობა წარმოშოს, მაგრამ ყველა ძველი დავალიანება ძალით მაიძულეთ გავასტუმრებიათ. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ თუნდაც სიმბოლურად 3 ლარით, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ სადაც თბილისის ბიუჯეტს, რომ ეს ნულია საერთოდ ჩადებული, შეუძლია თუნდაც 3 ლარით პენსიის მომატება თელ საქართველოში მთავრობას ეს შეიძლება. არა, მე უბრალოდ იგივე ვითამოთარებიათ და მე სიამოვნებით დავცეტულობა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ აი ხა ბავშვებს დაურიგეთ წიგნები უფასო და ბევრად მეტი უნდა გაკეთებული იყო გულში. მე მინდა გითხრათ რომ ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება აკეთებდა არიგებდა რაღაც ნაწილს, მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე რომ ბიუჯეტი არიგებდა თბილისში ჩვენი გადაწყვეტილებით. ხა ეგ საკრებულო არიგებდა, ეს იყო მე არ ჯიბიდან არ მომიხია ეს პული და რომ უბრალოდ არ საეჭვო იქნებოდა რომ ქონოდა ეს პული, ეს იყო ხალხის ჯიბიდან ამოღებული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ ხალხს დაუგეთ წიგნების, ჩანთების, დაუბრუნეთ როულების სახით. აი ეს არის სიტუაცია, რომელიც დაკავშირებული საქმის კეთებას. სხვა ჯერ ერთ დღეს ჩვენ პირველად უშევთ უფასო სასწრაფო დახმარებას 0-3 შემოვყვანეთ მანქანები და იქნება უფასო. არა, ლეიბორისტები წინა საკრებულოში იყვნენ უმრავლესობაში. მას იქ 4-ჯერ გამოაცხადეს რომ სასწრაფო იქნება უფასო. არც ერთხელ არ მოხდა. ამიტომ მე როცა შემოვიდი საკრებულოში, ჯერ არ გამომიცხადებია, ვათვია მუშაობ ამაზე რომ ეს იყოს. და ეხლა იქნება. იმიტომ რომ ჩვენ არ ვხოთ ვაძბობთ რომ რაღაცა არის. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ის კი არა ხა გამიკვირდა ყველასხმეთ ხელი მომმართოს და ამ ციგნებზე ამდენი ვიომეთ ხა დიდი პატარა საქმეა თითქოს და ამდენი დახურება შევხვდეს და გავიხედეთ ჩავთე ტელევიზორ რას ვხედავ ეს პარტია უშვებს რომ ჩვენ მოგილოცავთ ჩვენ გავაკეთებთ რომ ციგნები პირველ კლასელებს არ თუბასოთ ხარ ყველაფერს ხასხარი მაგრამ ეს ისიც კი არ იცოდა რომ მეორე მესამე კლასელებსაც ვიღეთ ეს მათი საქმეა და მე არ ვამათები არ ვედარი ჩვენი მოწინააღმდეგე არის თავი ეს არის უბრალოდ ერთი რამე იყო დემოკრატებთან მიმართებაში მე თქვი რომ ხა იმ პირობებში როცა თქვენ კრავთ ძალიან ბევრი მთავრობასთან ახლო მდებარე პირი. აი გორში კენჭიხლის კონტროლის პალატის აღმოსავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ედიშერაშვილი. კონტროლის პალატის რომელიმე თანამშრომელი რო დაელაპარაკოს ნაციონალურ მოძრაობის აქტივისტს, ეგრევე გაუშვებენ სამსახურთან. ესე იგი, ბოლომდე მთავრობასთან კავშირები არ არის გაწყვეტილი. ისეთივე პრობლემა თელავში დადგა იქ კაცი მედიკო მეზრიშვილის საკრებულოს თავმჯდომარის მანდანიშ და მისი მარჯვენა ხელია ბაზრობის უფროსი და ხა დააგრეს დემოკრატია. ამიტომ მე ჩავთვალე ვალდებულად ჩემი თავი რომ გამეფრთხილებია ის რომ მთავრობასთან ასეთი ტიპის კონტაქტები სალარისთან კაცი რომელიც 24 საათი დაკავებულია თვითების გადატარებით პირდაპირ კავშირია კონტრაბანდასთან ბუნებრივია ესეთი კაცი დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონს ხელს არ მოაწერს და ქონების დაბრუნებას ხალხისათვის ხელს არ მოაწერს მას რომელიმე ბაზრის დირექტორები თუ კი არა ბაზრის დირექტორების წინააღმდეგ მაგრამ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის ხელს არ მოაწერს ამას ის იგივე სახელმწიფო უწყების თანამშრომელი ჩვენ თუ პრინციპები გვინდა ჩვენ თუ გვინდა რომ რეალურად ხალხისთვის შევცვალოთ რაღაც ძალები იყოფიან ორ ნაწილად ერთი ნაწილი ის ხალხი ვისაც უნდა რომ ეს 12 წლიანი უბედურება
გარდამავალი პერიოდი, სვიმის სახე რომ აი ხა 2 წელიწადში ვიცხოვრობ 3 წელიწადში 4 წელიწადში კარგად ეს დამთავრდეს და ეს და მართლა კვეთრი ნაბიჯები გადავდგათ, სიტუაცია ქვეყანაში არის ექსტრემალური, ეს მოითხოვს ექსტრემალურ გადაწყვეტილებებს. და მეორე ნაწილი რომ ეცეუბნება, რომ არაფერი არ შეიძლება, ჩვენ არ გვინდა რევოლუციური მეთოდი, ნელ-ნელა რაღაც ან გამოიწვება ან არა. მე ამ მეორე ნაწილს ვერ დავეთანხმებ, იმიტომ რომ აქ ჩვენი სიტუაცია არის ძალიან მძიმე, ჩვენ გვჭირდება კვეთრი სერიოზული ნაბიჯების გადაგება. გასაგებ, ბატონო მიშა, ძალიან დიდი ხანია აყოლებული გველოდება. მოусმინოთ საღამოშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გთხოვთ დასვათ კითხვა. მოგესალმებით ბატონო, მოგესალმებით ბატონო მიხეილ. ძალიან მიხარია რომ გორელი ხართ. და ჩემი აზრი მინდა მოგაწოდოთ. აი თქვენ და შალვა ნათელაშვილი რომ უფრო მჭიდრო კავშირში იყოთ. მე ასე ვფიქრობ, აი ერთ ბლოკში რომ იყოთ, უფრო მეტად მიაღწევდით წარმატებებს, იმიტომ რომ ორივენი ნამდვილად ხალხისთვის ბრძოლობთ. მე ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, აი რუსეთს თუ ამერიკას მიანიჭებდით საქართველოსთან მეგობრობის პრიორიტეტს. მადლობთ ბატონო, მე მინდა გითხრათ ჯერ ერთი რომ ბატონ შალვას მე არაერთხელ შევთავაზე, გაუწოდა ხელი პირდაპირ ეთერში, თხოვე რომ ჩვენ დავდგარიყავით ერთად, ნუ გავაცინებდით ტერს, მოუყევი გიორგი სააკაძის ცნობილი სიუჟეტი ხელახლა აკაკის ციტირა მოახდინეთ რომ ერთობა ჩვენთვის ტახტია და მტრისათვის აღჭობალა, მაგრამ არაფერმა ამან არ გაჭირა. მან თქვა და დღეს სხვა შორის თუ გუშინ წერდა კვირის პალიტრაში, მე ეს იმიტომ არ გავაკეთე, რომ ჩვენ არ დაგვიკარგა ელექტორატი. ნუ მას აქ თავის ტაქტიკური მოსაზრებები, მე ყოველთვის ვეუბნებოდი შალვა, მე და შენ რომ დავდგეთ ერთად, შევარდნაძე იმ დღეს საქართველოში დამთავრდება და სიტუაცია შეუბრუნდა. ეს არის ერთი. მაგრამ მე მაინც გქონია რომ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგად ორგანიზებული ძალა და ძალა, რომელსაც შეუძლია საქმის კეთება. მე არც იმას არ დღეს სხვა შორის საკრებულოს ხმა მქონდა, ესეც სიამთქო მქონდა ლეიბორისტებთან მეც გამიკვირდა თვითონ, მაგრამ ერთ-ერთი ძალა ვინც შეძლო რომ დაპირებების დონეზე მართლა რაღაცა მაინც გააკეთებია, იყო ნაციონალური მოძრაობა, ეს ერთი. მეორე რაც შეეხება რუსეთთან და ამერიკასთან მეგობრობის, მე ვარ მომხრე რუსეთთანაც, ამერიკასთანაც, ჩინეთთანაც. რაც შეეხება ვინმესთვის დამონებას, ვინმესთვის თავის მოხდახრას, ვინმესთვის კოჩის გაგორებას, მე ამის წინააღმდეგ ვიქნები ყოველთვის და ყველასთვის. ნახეთ, რას აკეთებს შევარდნაძე. რატო იყო ჩემი უთანხმოება მასთან? მუდმივად ხელოვნურად აღიზიანებს რუსეთს. რა გაგებით, რომ იქ რუსლან გილაევს, რომელიც იგივეა რუსეთისთვის, რაც ამერიკისთვის ბინ ლადენი ამბობს, რომ ეს განათლებული ჭკვიანი კაცია, მე რუსეთი ღიზიანდება, გვიწყებს სანქციების გამოყენებას, მე შევარდნაძე თმობს ყველაფერს და ხალხს ზურგზე თხდება ისევე ეს ყველაფერი. ნახეთ, რა არის ამერიკა. თუ ამერიკა დაგვეხმარება ჩვენი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, მე ამას ყოველთვის ვემხრობ. მაგრამ როდესაც საუბარია სიტყვაზე, რომ ნავთობსადენი ააშენებს ქვეყანას და შემოდიან ამერიკული კომპანიები და პირდაპირ არიგებებს თამაშს ჩვენ სახელმწიფო მოხელებს. ისეთი ამერიკელი, რომელიც აქ იქცევა ისე, როგორც არ მოიქცევა ამერიკაში და გონია, რომ საქართველო არის ბანანის რესპუბლიკა, ჩემთვის არის მიუღებელია. მე არ მგონია, რომ რომელიმე ამერიკელს და რუსს კონდეს უფლება, რომ ზემოდან ქვემოთ გველაპარაკოს, ქედმაღლურად მოგვექცეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ნაციონალური ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი სიამაყე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება და ჩვენი უპირატესობები. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ააშენებს არა ნავთობსადენი. ნავთობსადენი კი არა, ნავთობი აქვს საუდის არაბეთს და შიმშილით გვხვდება კრიზისი აქვს და აზერბაიჯანში შიმშილობს ხალხი და არის ნავთობი, ხო? ეს ნავთობი მოდის საქართველოს. არა ტრაილერები, რომ დადიან აგერექტი ერგნეთის გავლით საქართველოს ტერიტორიას და ან თუნდაც ბათუმიდან თურქული ტრაილერები. ესენი კი არ აგვაშენებენ ჩვენ. ჩვენ უპირატესობა არის ის, რომ საქართველოს აბრეშუმის გზა როგორ მესმის მე, არა უბრალოდ იმას, რომ ჩვენ ვართ რაღაც დერეფანი, იქ რა ქვია, გზა, სატრანსპორტო მარშრუტი. ჩვენი ამოცანა, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ყავს რეგიონში ტაჯიკეთზე, უზბეკეთზე, თურქმენეთზე, აზერბაიჯანზე, სომხეთზე, თურქეთზე იგივე უფრო განათლებული, უფრო შრომის სრულმოყვარე, უფრო შემოქმედებითი, უფრო ნიჭიერი, უფრო ნაკითხი აი ეს არის ჩვენი უპირატესობა. აქ თქვენთან სტუდიაში იყო გიამ მაისაშვილი, ჩვენი ეკონომიკური პროგრამის ავტორი, რომელიც არის სხვა შორის ამერიკაში ყველაზე წარმატებული ქართველი ეკონომისტი, მაგრამ ძალიან კრიტიკულად უყურებს ბევრ ამას, რაც ხდება ამერიკაში. და გია იძახის სწორედ მაგას, რომ ცოდნის საზოგადოება, სადაც განათლებულ ადამიანზე, განათლებული მარტო ის კი არა, ვისაც დიპლომები აქვს, ინტელექტუალური რესურსი. ადამიანი, ვისაც შეუძლია აზროვნება, ვინც არის ნაკითხი, ვინც იცის წერაკი, ვინც თავის პროფესია იცის კარგად, აი ტრაქტორზე როზის და იცის ეს პროფესია კარგად, ისიც განათლებული ადამიანი. ამ ადამიანს მიცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად თავისი ცოდნის პროდუქტი გაყიდოს და ქვეყანასაც გამოადგეს. აი ამ საზოგადოების შექმნა არის ნაციონალური მოძრაობის ამოცანა.
აი ეს არის ჩვენი მომავალზე ორიენტირებული მოდელი. წიგნებს რომ არიგებ თვითონ ეს მარტო ის კი არა ვიღაც გული გავხარო. მე მიმაჩნევ დღეს ჩვენ ოჯახებს, რომელსაც არ აქვს საშუალება რომ 40, 50, 60 ლარი ვიცემ ბავშვებს რომ მათ ისწავლონ. რომ გაუშვან სკოლაში, თორე ბევრად მეტი ჭდება ეს ყველა. უკანასკნელ ლუკმას იღებენ პირიდან რომ რაღაცა გაუკეთონ თავის ოჯახის წევრებს. მათ აქვს სწორი ინსტინქტი და მთავრობა მათ უნდა ეხმარებოდეს. აი დღეს აი გორში არის აგერ სასწავლებელი რამდენიმე, თბილისში არის მრავალი სასწავლებელი, მაგრამ არ არსებობს არც ერთი ნამდვილად უკასო უმაღლესი სასწავლებელი. რატო არ არსებობს? და არც ტექნიკუმი სასწავლებელი, იმიტომ რომ ავტობუსის ფული არ აქვს, ხალხს რო იქ ჩავიდეს. იქ წიგნიდან თითოეულ 5 ლარიდან დაწყებული და 40 და 50 ლარი. დაუმატეთ კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში. პლუს უფასო ქვია და მოწყობა ღირს ფული ხო? პლუს გამოცდების ჩაბარება ღირს ფული, აბა ბევრად ისე ფულის გარეშე ვინ გადაგიყვანს კურსთან კურსზე. პლუს ამისა, საერთო საცხოვრებელში ან ტოლმილი ცხოვრობს და ან და მაინც არ არის პირობები და საცხოვრებელი ღირს ფულის. რეალურად სწავლა არის ძალიან ძვირი საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდობა ჩვენი, რომელიც ძალიან გუნდია მათი დინანზე ჩვენ გვიჭერს ხარს, მათი საგრძნობი ნაწილი. ყველა არა ძალიან ბევრი შრომობს, ძალიან ნიჭიერი ბავშვები ყავს ჩვენ. დღეს არის იმ საფრთხის წინაშე, რომ მათი ერთი სერიოზული ნაწილი უბრალოდ გახდეს წერა-კითხვის უცოდინარი. ესეთი რამე საქართველოში არ ყოფილა არასოდეს შუა საუკუნეების რაღაც პერიოდის შემდეგ. თამარ მეფის დროს ეს არ იყო მაგ გლეხებიც განვითარებულიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ თამარ მეფის დროს ორი ძლიერი აკადემია გვაქვს. ჩვენი ქვეყანა გახდეს არაკონკურენტუნარიანი. თავარი რაღაცა დავკარგოთ, რაც ჩვენ გამოარჩევს. აი ნახეთ, ესტონეთში როცა ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი პენსია, უბრალოდ პენსია საერთოდ ხელფასებდა ყველაფერი, ცხოვრების დონე 20% დაბალი, ვიდრე დღეს არის საქართველოში. დღეს ესტონეთში მინიმალური პენსია $120, მინიმალური ხელფასი არის $200-ზე მეტი, მასწავლებელი მაგალითად იღებს $300-დან $350 და ბუნებრივია ასეთ ქვეყანაში ხალხი გძლობს და სხვანაირად, მაგრამ რატო გძლობს? იმიტომ რომ მთავრობა მას იცის, რომ რაღაცა უბედურებას თუ გააკეთებს, თუ ხალხზე არ იმუშავებს, ეს ხალხი შეიკრიფება, ჩაატარებს არჩევნებს და გაუშვებს მთავრობას საქმეს. ხო არ ფიქრობ რადგანში გასაგებია კი ხელისუფლება თქვენი განცხადებით არ ვარ გადა ვერასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ თვითონ ხალხშიც ხო არ არის თქვენი აზრით პრობლემა, თუნდაც ქართველის ბუნება იცით მე ვიტყოდი რომ მე ამას ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ მე არ მინდა ხავს ერი ცხოვრობს სოფლიოში, რომელსაც იშვიათად, რომელსაც ასეთი გამძლეობის უნარი ქონდეს. აი ბებიაჩემი არის პროფდავადებათა ინსტიტუტის ექიმია თანამშრომელი, 5 წელია დადის სამსახურში, ერთი დღე არ მიუღია ხელფასი. დადის სახურავით ჩამოდის იქ გავაკეთები ემერიას იქ რაღაცა ესა დენი გამოურთეს მაინც დადიან მაინც ვიღაც პაციენტები ყავს ძალიან იშვიათად და მკურნალობს. ესე არის საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი. და რატო? იმიტომ რომ ამ ხალხისთვის ეს არის ჩვევა. იმან დიდას უნდა გაიღვიძოს, წავიდეს და იმუშაოს. რადგან სულ არ მიცემ დაწება სრული სისულელე, მაგრამ ასე არის. შვეიცარიაში ორი თვე რო შექმნას ვინმე ასეთ პირობებს, თავს ჩამოიხრჩებენ ისინი ან ჰოლანდიაში, ახლა ვიცრება ამ ქვეყნებს და ვიცის ხო. რატო? ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მოთმინების უნარი. მაგრამ თავარი რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ხალხში. მე მაინც ვხედავ რომ არის გამოგვეცება ახლა ხალხში. აი ერთ-ერთ სოფელში გუშინაც ვიყავით ხიდის თავში ნიკოშის ვაჟოს. საოცრად ინტელექტუალური ხალხი. შეხვდა ორივე და საერთოდ გორში სადაც დავდივარ, მართლა გაუგებობა და დონია ჩვენთან სოფლებში. განსაკუთრებით სოფლებში, თბილისის ცენტრალურ უბანზე უკეთესი დონის ხალხი, უფრო განათლებული, უფრო ნაკითხი და უფრო ბრძენი. ცხოვრობს დღეს საქართველოს სოფლებში, განსაკუთრებით ქართლში და განსაკუთრებით გორის რაიონში. აი ეს სიბრძნეა გლეხობაში. აბსოლუტურად. იმიტომ რომ გლეხობამ გადაირჩინა თავისთავად და გადაარჩინა ქვეყანაში იმშილით სიკვდილს. მას აქვს გრაფიკი, მიუხედავად იმისა, რომ გლეხს მიწეს ნაკვეთები და უთხრეს, რომ ახლა შენ მიწის კერძო საკუთრება და არ მიწეს არც საწვავი, არც საკვები, არც ტექნიკური საშუალებები, არც საბრუნავი საშუალებები. და აღმოჩნდა, რომ ეს ბაზარი კი არ მივიღეთ, ჩვენ მივიღეთ შუა საუკუნეური ფეოდალური ნადერი, სხვა შორის გუშინ ერთმა ქალმა მკითხა. თქვენო სოციალიზმი მოგწონთ თუ დღეს რაც გვაქვს კაპიტალიზმი. მოთხე დღეს ქალბატონო კაპიტალიზმი კი არა, დღეს არის ფეოდალიზმი ჩვეულებრივი. რა კაპიტალიზმია ეს ველური რაღაც ფეოდალიზმი მივიღეთ. პირველ იგივე გლეხობას თემას უნდა დავუკვირდე, მაგრამ უნდა თქვა პირველ რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ თუ ხალხი დაგვიჭერს ხალხს. საქართველოში სამუდამოდ გავუკვირდეთ მიწის გადასახადს და ყველა დავალი ესაურები ჩამოვაწეროთ, იმიტომ რომ სხვანაირად გაკოტრებული იქნება ოფიციალურად ჩვენი ხალხი. სამუდამოდ გავუკვირდეთ. არა, მიწის გადასახადს ფრენად უნდა გავუკვირდეთ. გარდა იმ ხალხისა, ვისაც 20 ჰექტარზე მეტი აქვს. მოიჯარეები და სხვავის ვინც აკეთებს და სხვა შორის მათი ერთი ნაწილი თანამდებობის პირები ხეს არ არის დასამალი და საკმაოდ კარგი დიდი შემოსავალი მიდის ბიუჯეტში როგორც ვთქვი. კი, არა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ალტერნატივა. მე მესმის კარგად გუშინ რაღაცა მაგათ ნიკოსის გამგებლას. ბატონ თამას და თქვა ეს რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიპოვოთ ალტერნატივა. ალტერნატივები არის ის ფული რომელიც არის რაიონის ბიუჯეტი, ცენტრალურ ბიუჯეტი, ტრანსფერების სახით აქ და იპარება ჩინოვნიკების მიერ. ასე რომ ეს არის ამის ალტერნატივა, მაგრამ ხალხის ჯიბიდან ამოვიღოთ ბოლო ფული. ხალხს რომელსაც არ მიაძლევს პენსიას,
იმას უთხრა რომ მოდი ახლა გაგაკეთეთ დაარიგეს პენსია, უბრალოდ არ დაურიგეს პენსიები, მაგრამ შემოვიდა ბანკი რომ მათ ასესხა პენსიები ხალხს. საკუთარი პენსიები ასესხა. თან ერთი ლარი დაუკვირდა. მე უთხრა რომ ეხლა არა სხვა ვარიანტიც იყო მე მახსოვს მიწის გადასახადში თქვა საპენსიო პენსიის გაგება. ეხლა როგორ ნახეთ მოდიან ეხლა და უმენა. ხო გასესხე პენსიები. ვერ მიხდი უკან პენსიას. მაშინ მოგვეცი მიწა. ჩამოგარდეთ მიწა. ეს პროცესები დაიწყო კახეთში და ეს პროცესები იწყება ქართლში ახლა. აი ამის შესაძლებლობა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. აი ეს არის თავარი რაც რო ხვდები მიგმონდებით ხალხის თემას რა თქვენ მითხრათ. აი ამ ერთი ქალბატონი ადგა სოფელში და თქვა ერთ-ერთში რომ მე 5 თვე არ მიმიღია პენსია, ამიტომ ყველა პარტია მეზიზღება და საერთოდ არ წავალ არჩევნებს. მე ვითხარი ქალბატონი ეს არის ზუსტად ის რაც უნდა მთავრობას. მე მშვენივრად მისმის თქვენი, მაგრამ უნდა გესმოდეთ რომ თუ ყველანი ასე დავრჩებით სახლებში, ჩვენ ყველანი უნდა დავიხოცებთ და ამათ მხოლოდ ეს გაახარებთ. აქ ჩვენ ხო ცუდად ცხოვრობთ არა იმის გამო რომ ხალხი უნიჭოა, შრომა არ შეუძლია, მოღვაწეობს, ვერ მოღვაწეობს, არამედ იმის გამო რომ ერთი და იგივე 20 ოჯახი საქართველოს ცხოვრობს კარგად, იმის ხარჯზე რომ ყველა დანარჩენი ცხოვრობს. ასე მეტი აქტივობა ესე იგი ხალხი. არა, ეს არის ერთი შოუ. დღეს ჩვენ მივახცეთ იმას, გავიტანეთ საარჩევნო კოდექსი, რომლის თანახმადაც სიების საარჩევნო წინასწარ ქვეყნებდა, თავრობა როგორ აყალბებდა სიებს, სხვა შორის ეხლა გავერკვი ამ ტექნოლოგიებში კარგად. აყალბებდა ისე, რომ ესე იგი, არა, სიები, დამატებით სიებს ქმნიდა, რა ვისაც არა მეცხმა, მე მოიტანდა ორჯერ მეტ სიებს, ჩაკრედა და იტყოდა რომ აგარ სიებით ამათ მიზეს ხმა. ეხლა ამას ვეღარ გააკეთებს. ეხლა ერთადერთი რა მანიპულაციის უფლებაც მაგ საშუალებას მაგათ რჩება არის ის, რომ თუ ვინმე არ მოვა მოქმედი სიიდან ესე იგი ისე ადამიანებს გამო ვინც უნდა აძლევდეს ხმას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო სახედან არ გამოვა, ამ ადამიანების ბიულეტენები შეიძლება აიღონ, ამასაც შეუშვათ ხას, მაგრამ ნუ შანსი ეს აქვს კიდე და ჩაყარ. ესე მეტი აქტივობა. გასაგებ, დიდი ხანია როგორც იცი ველოდება კიდე მაყურებელი საღამშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო მიხეილ. გასაგებია თქვენი სტრატეგია, თქვენი კონცეფცია და თქვენი დაპირებები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა პარტია, ასეთი პარტიის ლიდერები, ასეთი დაპირებებით ჩამომზადებიან რეგიონში და თუ შეიძლება გითხრათ იმის შესახებ, რომ ხომ არ დარჩება ეს ყველაფერი ვერბალურ განცხადებად, როდესაც მოქალაქეთა კავშირი თქვენ კარგად ხედავთ, როგორ იბრძვის იმისთვის, რომ ყველანაირი ყველა ბერკეტი ჩაიგდოს ხელში იმისათვის, რომ გაიმარჯოს თუნდაც არჩევნების გაყალბება ვთქვათ და აი რას საერთოდ მოუწოდეთ მოსახლეობას ვისი უფრო უნდა სჯეროდეთ თქვენი თუ მოქალაქეთა კავშირის ძალიან ბევრ ჩვენთაგან სიახლისა გვეშინია ნამდვილად და რუტინა უფრო მეტია ჩვენში და უფრო აი ამ იმედ გაწორო ადამიანებს ანუ პესიმიზმში ჩავარდნენ ხალხს რას უსურვებდით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მე მადლობა და გითხრათ ამ კითხვისთვის. თავარი ტაქტიკა მთავრობის არის ძალიან მარტივი. ჩვენ ხო ვართ ცუდი ხალხი. ესენი ყველა. ესენი ესეთივე მოლაყრეები არიან, ესეთივე არაფრის მაქცები არიან. ესენი ამათი გაკეთებული საქმე არ გაიშოს. ზუსტად ესევე მოგავტყობენ ეს. და ჯობია ესე შეჭრული ჭირი. ნუ ამაზე თელი პროპაგანდა მუშაობს. ამაცინათ ვითახენ ჩვენ ვართ ქურდები, ესენი ქურდები. რიქოთის უღელტეხილზე გამოვიარეთ და გვაწვდიან ამ გაზეთს, ხო, გაზეთს, ქვითათან გაზეთს. ფერადი გაზეთი, ლამაზი უკანა გვერდზე კონსოლდები არის, იქ ანეკდოტები, ლამაზი გოგოების სურათები ხარდა, წინა ყბაზე არის ჩემ ფერადი სურათი გამიხარდა რომ დავინახე, მაგრამ სათაური არ მომწონდა. ქვია საქართველოს თავარი ქურდები. და იქ წერია რომ ესე იგი ცნობილი პირველი ქურდი საქართველოს სააკაშოვა 30 მილიონი მოიპარა, ვიღაცა მოიპარა დავითაშვილმა 28, იქ იმანა ქვია ბენავანო ბერაბიშვილმა 15, ეს დილობის გულისთვის ვიტალი ხაზარაძის საყავთ 17 ადგილზე, მაგრამ ძირითადად ეს არის ნაციონალ მოძრაობის აქტივისტები. მე ვიკითხე, აბას არ იგებენ უფასოდ. ვიკითხე რა ღირს დაახლოებით, ლარნახევარი თითოს დაბეჭდა. რამდენი ეგზემპლარი გაქვს 300,000 წარვა და დავალეთ. ესე ვით გაივლის გამოირის სხვადასხვა მეც. აი 450,000 ლარი ხარჯა მარტო ამ სისულელების დაბეჭდას. აი თქვენ მას ვკითხოს საწავით და ჩვენი პენსიები და გაგენონდა ხელმოსავლები. ალბათ თავრობის ან აღორძინების ან ერთის ან მეორის ორივეს ერთნაირად კარგად უყაროთ ჩვენ. ახლა აქ სიტუაცია არის ძალიან რეაგირება მოყვა თქვენ. რა რეაგირება თუ ხალხი ამას რას თუ ხალხი ამას დაუჯერებს თუნდაც არ ჩვენ რა ეს არის ყველაფერი მე რო ყველა ლანძღვას და კლინკს ვირისაც უყასხო მაშინ დრო იმისაც რომ საქმე გამოკეთო არნაში მაგრამ დროიძახი აი ჯვის მეთოდი კითხეთ თბილისში გაკეთდა თუ არა თითქმის 100 სათამაშო მოედანი ხო დადიხართ და იცი აი ახლა ბოლო ერთ წლის განმავლობაში 15 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა არც ერთი კითხეთ თბილისს მოიმატა თუ არა პენსიამ 3 ლარი თუნდაც 3 ლარი
96 წლის შემდეგ მთავრობას პენსია არ მომატებია. კითხეთ თბილისელებს, არის თუ არა ყველა მასწავლებელი იღებს თუ არა უფასოდ ბუნებრივ აირს. ყველა მასწავლებელი, ყველა რა თბილისით რა გაგვიჭირა საქმე, იმიტომ რომ მე თბილისში ვარ საკრებულოს თავმჯდომარე და არ მაქვს უფლებამოსილები მაგალითად გორში და ამას გთხოვთ ახლა ამარჩენებს. ყველა მასწავლებელი თბილისში ფაყოფილებს უფასოდ გას. კითხეთ, ვაძლევთ თუ არა ფულს სამშობიარო ხარჯების სასანაცვლოდ სამშობიაროში. ყველა თბილისელი ახალშობილი იღებს ფულს სამშობიაროში. კითხეთ თბილისელს, გაკეთდა თუ არა 15000 ოჯახისთვის სახურებები ლიფტები 50 და 60000 ჭირდება, მაგრამ 15000-ისთვის მაინც ხო გაკეთდა 15 წელი არ გაკეთდა. მე მომისმენი ბატონო მიშა, სხვათა შორის ესეთი განცხადებები, იგივე ძალიან მოხუცებული ხალხი, იგივე პენსიონერები, ოლიმპისაც ცოტა ცუდად იმოქმედა აი ამ თქვენმა ასე ვთქვათ ნამოქმედარმა თბილისში. მე მესმის და ბევრს ესმის, რომ თქვენ თბილისს საკუთარი ხართ, მაგრამ აი ესეთი განცხადებები არსებობს, აი მიშა სააკაშვილი მარტო თბილისისთვის იმთვის თბილისისთვის იყურებოდა აქეთ მე ამ ხალხს ძალიან მესმის, მე ისიც მინდა გითხრათ, რომ 17 ლარიც არაფერი არ სასაცილო. ჩვენთან საარსებო მინიმუმი არის 100 ლარი. ესე 100 ლარის ქვემოთ ადამიანი როგორ ცოცხლობს, ეს მედიცინის ფენომენია. ამიტომ არც ჩვენ თუ გავიმარჯვეთ არჩევნებზე, ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ ხალხს, როგორც თბილისში მომატებთ 3 ლარის პენსია, ასე პენსია გაორმაგდება, მაგრამ გაორმაგებული პენსიას და დავალენების გასტუმრებას რეალურად ეხა რომ მოვიგეთ ესეთი ჩვენ ქუთაისის სამტრედიაში, საგარეჯოში ამ სამ ქალაქში, ადიგენში და მესტიაში დავარიგებია მთავრობას პენსია. ანუ აი ერთდროულად ხალხმა აიღო 200 და 300 ლარი. მაგრამ უკვე დახარჯეს. იმიტომ რომ მაშინ შეესიან ბაზარს, მე ვიყავი ამის მოსწრე სამტრედიაში, მაგალითად, ბაზარში ხალხმა გაიხარა ორი ფრით, ვინც ყიდის და იქ რაღაც პროდუქტს, ყველაფერი შეისყიდეს და ისევ დარჩენ ცარიელად. იმიტომ რომ 14 ლარიანი პენსია არის ხალხის დაცემა. რა თქმა უნდა, მე ვლაპარაკობ იმაზე, რა უნდა მოხდეს რა შეიძლება დღევანდელი ბიუჯეტი. დღევანდელი ბიუჯეტი შეგვიძლია დავალებები გავისტუმროთ და გავამაყოთ თუ 2 ნოემბერს ხალხს დავიწყოს ხალხს, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი გამოსწორება საფინანსო სიტუაციის და უსაფრთხოების ბაზის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ შევძლებთ გადასახადების ამოღებას იმ რამდენიმე კლანისგან, რომელიც მართავს საქართველოს. აი ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც აი სიტყვაზე რაც ხდება, მარტო შევარდნაძის კლანი ხო არა. გორის ბამბეულის კომბინატი. არის ნახევარი გორი ლამის იქ მუშაობდა, ხო? დააჯდა კაცი, იყიდა 200 ლარად და არის ბედნიერი, კმაყოფილი ხელისუფლება ისწერა კომბინატზე, რაც ქონდა იქ ჩარხები გაყიდა ჯართად, მანქანები თვითონ იარა რამდენიმე წელი სანამ არ გავხუჭდა ალბათ გამოვიდა წყვილის. ბევრი ხელმძღვანელი შეგვიძლია. რამდენად ვიცი თქვენი დღევანდელი მერი არის იქ წელში ბატონ ჩხეიძე, ახლა მე მგონი ახლა არ არის რაღაც ეს ცილიცამ განცხადება ყველა მიცის აქ ეს არის სხვა ხალხი ვინც არის ასე რომ არის კონკრეტული და ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისას უცხოეთში რა მოხდებოდა თქვათ ჩაიგდო ხელში უფასო თუ ხალხი არ დაასახლა თუ არ დაასახლა ხალხს თუ არ ჩადებდა ფულს რეაბილიტაციაში თუ არ ამუშავებდა თუ ფულს არ შექმნიდა დოლარს ავტომატურად სასამართლო შედგებოდა და გააკოტრებოდა ეს კაცი და ეს კომბინატი დაუბრუნდებოდა ან სახელმწიფოს ან ვიღაცა ისეთ ინვესტორს მიეცემდა ვინც ხალხს მიეცემდა აი ესე ხელსაყრელობის მასშტაბით და ეს არის ჩვენ რა გვინდა გავაკეთოთ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ცირე ბიზნესი 2 წლით უნდა გავათავისუფლოთ ყველა გადასახადისგან და ესეც არის ჩვენი პროგრამის ნაწილი აი როგორც თბილისში ჩვენ მივიდოდით აი ქალბატონი თქვა ვის ვენდოთ ვის არ ვენდოთ და თბილისში როცა წავედით არჩევნებზე უთხარით თბილისს მოდი მე ხა არ დავიწყებ წინასახების დაგებას იქ სახურავებს გადახურვა ეს იქნება მოთხოვნა იმიტომ რომ ეხლა რომ თუნდაც 100 სახურავ გადახურვა ვიღაცას ფული ხო და გამოვარდა მე ფული არ მაქვს მე ეს ფული საიდან უნდა ვაშორნე იმ კაცს ესე ბიუჯეტიდან ესე იგი თქვენი ფული უნდა მოვაპარიო და წავაღებიო სახში დავალება არ არის ამიტომ მე უთხარი წინასახ ხალხო მე თქვი ვერაფერს ვერ გაიგებთ თუ თქვენ ენდობით უფრო იმას ვინ წინასახ ეგლავს თქვენ ხოს მიგენდეთ მე გიფორმოთ ხელშეკრულებას მე კობა დავითაშვილი სხვა წევრები ვინც ვიყავით ჩვენ და გეუბნებით რომ თუ ერთი წლის განმავლობაში თბილისში არ მოიმატებს უნდა ცირედით პენსია ბავშვებმა ვერ მიიღებენ უფასო სახელმწიფოებს არ იქნება უფასო სასწრაფო არ იქნება 100 მოედანი აშენებული არ იქნება ყოველი მესამე სახურავდელი შეკეთებული ჩვენ ერთი წლის თავზე ახალშობილები არ მიიღებენ ფულს დაშენებას ერთი წლის თავზე წავალთ პოლიტიკიდან საერთოდ აღარ ვიყავით გეიცნო საპარლამენტო არჩევნებში ერთი წლის თავზე ეს ხელშეკრულება დევს უმრავლესობა არ მოგვიპოვებია როგორც იყო ხელშეკრულებაში მაგრამ მე გავხდი საკრებულოს თავმჯდომარე რაღაც ბევრი უმეტესობა ჩვენ მოახერხეთ ერთი წლის თავზე მივადეთ და თქვით რომ რა თქმა უნდა ეს არის ჩვენ არ დაგვისაქმებია ხალხი იმიტომ რომ ამის ბერკეტები არ მქონდა ეს არის პატარა უფლებების მქონე ორგანო ჩვენ არ შეგვიძლია გლობალურად სიტუაცია და დაფშეული ხალხი არ დაგვიპოვებია მაგრამ ის პატარა რაღაცები რასაც დაგვით ამ უფლებების ფაქტორი ჩვენ შევასრულეთ ზუსტად ესევე საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ვიძახით რომ თუ ჩვენ არ გავაუქმეთ მიწის გადასახადს უახლოეს პირველივე ხდება თუ ჩვენ არ ჩამოგაწევთ დავალენების მიწის გადასახადს თუ ჩვენ არ გავაორმაგებთ პენსიას და არ გავისტუმრებთ ძველ დავალენებს თუ ჩვენ
ბავშვებს არ მიცემთ უბრალოდ საქართველოს მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ რომ ჯანდაცვა ყველასთვის გავხდეთ ხელმისაწვდომი. თუ ჩვენ მცირე ბიზნესს არ გამათავისუფლებთ გადასახადიდან 2 წლის განმავლობაში. 2 წლით ყველა მცირე ბიზნესის დაწყებული პატარა საამქროებიდან დამთავრებული საცხობებით, მაღაზიებით, პატარა კაფეებით ყველაფერი. მაშინ ჩვენ აღარ ვიყეთ ხელი საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენი წარმოადგენელი შეიძლება იყოს მეც და ნებისმიერი წარმოადგენელი ნაციონალ მოძრაობის. ჩვენ ხო ხალხის იქით ზამაინც არ გვაქვს. ჩვენ კი არ ვამბობთ რომ ჩვენ გვაქვს 9 დღიანი პროგრამა 9 დღეში ან პირი მოკვდება არ ვიცი პატრონი ხარ მე არჩევნებით ჩატარებული იქნება საპრეზიდენტო ყველა დარჩეს ჩვენ ვამბობთ რომ აი ამ 2-3 თვეში 2 ნოემბერში თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მაშინ ხალხთან მისასვლელი პირი არ გვექნება და რა თქმა უნდა არც პოლიტიკაში მოსასვლელი პირი არ გვექნება ჩვენი კანდიდატი აქ არის ირან ეს არ ხო დაიწერება ეს ხელშეკრულება დაურიგდება ყველა გორელს მათ შეიძლება ხელი მოაწერონ ჩვენი წარმოადგენელი გამოვართმევთ ჩემი ხელმოწერა მიონხი და ეს არის გამრავლებული საქართველოში 500,000 ეგზემპლარი და ყველა ოჯახს შევა. ეხლა ჩვენ ყველა ეს გასაგებია. მორიგ დაპირებით მოისმინე მაყურებელს. და მორიგ მე მეგონი თუ დააკვირდით, ბევრად მეტი მოყვე რა გავაკეთე უკვე. კი არა, მე მესმის. უბრალოდ მორიგ დაპირებას მე დასვამებ. წინაც ხონდა დაპირება და რაღაცა შესრულების პროცესში ხართ. ხო, ეხლა არის მორიგი დაპირება, მაგრამ თქვენ რამდენი ადამიანი უნდა გაიყვანოთ პარლამენტში, რომ ეს მიღწევადი გახდეს. იცით, გაჩნი როგორი ადამიანია. თქვენ შეიძლება გამოხვიდეთ 3 თვის შემდეგ, 2 ნოემბრიდან 3 თვის შემდეგ და თქვა ჩვენ უმცირესობაში ვართ და ჩვენ ვერაფერს. ხო, თუ ვიქნებით უმცირესობაში, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რა თქმა უნდა, მაინც შევეცდებით, მაგრამ ეს ასე იქნება. ბევრ რაღაცა, ხა, თუ ჩვენ არ გავეთ და ჩვენ არ გვექნა საკუთარი დაუსაბუთებელი ქონების განოს ნაციონალების გარდა ვინ მიცემს. მას არავინ, იმიტომ რომ ყველა არის ამ დაუსაბუთებელ ქონებაში ხელჩაყოფილი. აქ არის საუბარი არ ნაციონალიზაციის განოს დიდი საწარმოები ვინ მიცემს მას ყველა არის პატარ-პატარა წილებში, ხო ესე. გააჩნია რა ხალხი ყავს ასე. აი მოყავს გორში კანდიდატი ირაკლი ოქროშვილი. ნუ ეხლა რა პერიპეტიები ირაკლისთან დაკავშირებით თქო ყველა მიცით. ეხლა თავის დროზე იყო ადვოკატი ამერიკელების და ძალიან კაი ადვოკატი იყო სუაყვედრი არ ამას იყო ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი საქართველოს მე მაშინ არ ვიცი მე დავისახე რომ ამერიკელებს ყავს კარგი ადვოკატი მომკიდე ხელა წამოყვანი იუსტიციის მინისტრის მოადგილე მე ვქნა ეს ბიჭი კარგი რამე დადგა უნდა იმუშაოს ქართულ სახელმწიფოს არ არის ამერიკელებს ირაკლი გადამკიდა თელი მთავრობა ირაკლის დამსახურებაა რომ შევარნაძე გადამეკიდა თავიდან ამიტომ არაფერში არ უთმობდა ყველა კონტრაქტი მისი ოჯახის ლობირებული შევარნაძეს ეს იყო ყიბულის თეთრი ზესტაფონის ფეროს გასხვისება 2 დღის წინ შევარნაძე ოჯახმა ხელში შეაგდო ზესტაფონის ფერო. ირაკლი მაშინ ჩაუშალა 3 წლის წინ როცა მინისტრის სამინისტროში მუშაობდა. რუსთავის აზოტი ირაკლის გადაჩენია, რუსთავის მეტალურგიული გადაჩენია, დღეს ჯოხტაბელის საკუთრება არ არის. მაგრამ ამის შედეგად მე და ირაკლი გავიჩინეთ უამრავი ფერი. მე ირაკლი წამოვიდა ჩემთან და სამინისტროდან მე ვიცი რა თახეთ თავაზობდა იქ თამის სახით რა რატო გამხეთქე რომ ვერ იყიდეს და მაშინ საქმე შეუთხეს ვიღაც ინსპექტორმა დაწერა ჩვენება რომ გზაში წამეკამათაო და მობილურის ანტენით გამიფხაჭა ლოყავდა ამაზე იჭერდნენ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და სასამართლოს მოითხოვეს სანქცია და კიდე კაი მოსამართლე აღმოჩნდა ღვთისმიერ და სხვა ჩვენ პატივისცემა მეც და არ დაიჭერა თორემ პოლიციელისთვის ესე იგი თებერვალში გამიფხაჭა ლოყავდა ივნისის თვეში იჭერდა როცა ყელში ამოვიდა შევარნაძეს და მის მთავრობას ირაკლის ხრიკები ასე თქვა თვალში ეხლა ეს ირაკლი იყო ქალაქის იმაში რა ქვია საკრებულოში და პირველი რაც აღმოაჩინა თურმე თბილისის თელი ცენტრი გაკიდული არის თბილისის სიტის აფეორას რომელიც $30,000 თუ დღეს ირაკლი გაჩუმდი და მოგცემთ აგერეთ 5-6 მილიონს თავი დაანებია ეს ვიცი ზუსტად ირაკლი დღემდე იბრძვის ამისათვის მიუხედავად იმისა რომ ბევრთინად გვიქნიან მე მივაღწევ იმას რომ სახელმწიფო დაიბრუნოს ესე ხალხმა დაიბრუნოს ნაციონალიზაცია ეს არა ნაციონალიზაცია არ არის ეს იმათ აქ მიტაცებული რა თქმა გონია და მართლა კერძო საკუთრებას მე პატივს მაგრამ ის ხალხი არის ბანდიტები იმათ ჩაოლებათ ეს არის აფიორით მითვისებული ეხლა დადგა ირაკლი გორში და ნახეთ რა პრობლემები შეუქმნეს ერთხელ იქ პოლიციის რაღაც ნაწილები ყველა არა მაგრამ ვიცი რომ ბევრი იქ გუბერნატორის ჩამოვიდა ეს ჯორბენაძე იყო აქ ჩამოსული ხო მაშინ იყო რაღაც ნაციონალური მოძრაობის აქცია და მე არ ვიცი კაი ბიჭი არის ეს თქვენი მოკრივე ჩვენი მოკრივე კანდიდატი მაგრამ ხო შეიძლება მე ხა მოკრივესთან გასაყოფი არაფერი არ მაქვს როგორც მოკრივეს პატივსცემ მაგრამ მოკრივე რომ მე ჩამოვა რინგიდან და ხალხთან დაიწყებს სხვანაირ ურთიერთობას ის უკვე მოკრივე არ არის ხო გამითახმეთ და ჩემ პრეზიდენტს მარიკა ვერლოვში ეთქვა უნდა რომ თავზე მოფერებოდა თავზე ხელი გადაესვა გიორგის კადელაკს მაგრამ ამის შემდეგ ორი კვირა მარიკა იწვა ტვინის შერყებით ასე რომ თუ ამ მეთოდებით აპირებს თავრობა ხალხთან ბრძოლას ჩვენ ამის აღარ გვეშინია ყველამ დაინახა გორში ჩვენ ამის არ გვეშინია თელავში 2500 კაცი შევკრებეთ რამდენიმე დღის წინ თელავის ცენტრში ესეთი რამე მსგავსი არაფერი არ ვნახავს მედიამეტრიაში დაიმალა სადღაც გამოძრა
გვიან ღამით რომ დაგწუნდა რომ ნამდვილად აღარ ავარდი, გაიბარა ყველა უთვა დაგხსნით ეს როგორ დაუშვით. რატო კობლენძესთან როგორი ურთიერთობა ჩვენს შიდა ქართლის? არანაირი ირაკლის სულად განსაზღვრული ურთიერთობა აქვს, ძალიან კონკრეტული ბრალდებები დაუყენა. საერთოდ მე თავრობასთან განსხვავებით ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციური პარტნიორებთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს და კუდები გადამდგა არ აქვს. მაგრამ მე მიმაჩნია რომ შევცვალოთ ხალხის სიტუაცია. არის ორი ტიპის ცალა, ერთი ეუბნება ყველაფერს ყრა და შეთავაზ სააკაშვილი არის გიჟი. გაუწონასწორებელი. როგორ შეიძლება აფაფაი რა შეიძლება ეგეთ გაუწონასწორებელი ადამიანი? რაში გამოიხატება ეს გაუწონასწორება? ტყეში რო ჩეხავს ვიღაცა მიდიოდა და უნე აბა ეხლა აქედან დაახვიეთ მე დღეს არ მოგაჩვენა. ეს გიჟი არის, ეს ნახე რა გაუტანელი კაცი, არც ფულს იღებს, არც ხვანაერად მოლაპარაკებს, არც ჩავებს არ გიკარებს ახლოს. იქ რა ქვია, უკანონო მშენებლობებს ვაჩერებს სადღაც, აბა ეს ისევ გაუტანელი გიჟი მოვიდა. სამთავრობო გაიცი საქართველოს რესპუბლიკას, რომ ეს გიჟი ისევ აძვრა სახურავზე, კალსონმა გადაუფრენა თბილის. ხალხმა მე იმისთვის გეცინებოდ ხო? მეცინება, უნდა ხა რაღაც ეტაპზე მეცინებოდა, მაგრამ ხა ბოლოს აღარც მეცინებოდა, აღარც მაწუხებს. ხა რაღაც ეტაპზე ნერვს მიშლიდა. ხა ხალხმა იმიტომ კი არ ამირჩია მე რომ ლექციები ვკითხო, თუნდაც თქვენი ტელევიზიის ეთერით მაღალ კატეგორიის სპორტის. ამირჩია იმიტომ რომ თუ ვიღაცა სახურავი ჩამოდის, ეს არ მე არა მთავრობა ქალაქის, მაგრამ თუ კი რამე ბერკეტი მაქვს, მივიღებ მთავრობა, დავარტყმებო წხვილი და გავაკეთებ ამ ხალხს. ასე რომ ჩვენ ორი სხვადასხვა კონცეფცია რა იყო ჩემი და დემოკრატია. ვეუბნებით რომ თქვენ ჩვენო იდეაში არავის არ დაუპირისპირეთ. ყველასთან კარგად გინდა იყოს. თუ ყველასთან კარგად გინდა იყოს, ხალხისთვის თქვენ ვერაფერს ვერ გააკეთებთ, იმიტომ თუ 100 მილიონის მომპარავ სალარისთან და პენსიონერთან, რომელსაც 14 ლარი არაუღი 6 თვე და შივში ხდება, თქვენ ერთნაირად კარგად იქნებით, მაშინ სალარის გაუკეთებთ ყველაფერს და პენსიონერს ვერ გაუკეთებთ ვერაფერს, იმიტომ რომ პენსიონერს რო გაუკეთო, ამას უნდა დააბრუნებიდეს ქონება. ამას უნდა ჩაუჭრა თავის ხაზებით იგივე ამასთან სხვას ნებისმიერ კონტრაბანდის და მაშინ შემო ბიუჯეტს ფულდა დაეხმარა პენსიონერს ყველასთან კარგად ვერ იქნება. აი ეს არის ჩვენი განსხვავება და ან ჩვენ უნდა შევცვალოთ სიტუაცია, ჩვენ უნდა დავამხაროთ წესრიგი საქართველოში. საქართველოში აი და დიდი უწესრიგობა. ნახეთ რა ხდება ის მანქანები, რომლებიც გადადიან და გორი გახდნენ კონტრაბანდის, ნარკომაფიის და ადამიანის გადაცემის ცენტრი. ხო, პანკისის რაც იყო და ახლობით იგივე გუში თქვენ პოლიციის უფროსების ალიანსი არა მე ვლაპარაკობდი იმას რომ შეუძლებელია რომ მანქანის დამტაცებელი თავისუფლად გადაადგილებს გზებზე თუ მას არ აქვს პოლიციის ფარველობა და სული შეუძლებელია ესეთ რამე არ ხდება მე უცნობ მანქანაზე რო ჩები დღეში 8-ჯერ მიწევს ხელს პოლიციელი და ხა კარგით და ეს არის ჩვეულებრივი ყველა ადამიანის გამოცდილება და მით უმეტეს ყველა მიწის ვინ რა არის ეხლა აი ეს სიტუაცია ცხინვალად შექმნა ეხლა ჩვენ დავაყენეთ ახალგორში კანდიდატად ვლადიმერ გუცანი წარმოშობით არის ოსი, თუმცა ჩემთვის არის დიდი ქართველი, მე მის მახსოვს, ჩემი ბავშვობის გმირი იყო, როცა კევინ კინგას აუარა გვერდი და გაიდარა ბურთი ჰამბურგის გარშე, მაგრამ ბევრად უფრო გმირი გახდა, როცა კახი ასათიანის სკოლების შემდეგ ახლა ამ რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და თქვა თელესიმართლე პრეზიდენტზე და მის მთავრობაზე. ეს იყო მართლა უკვე ახალი დროის გმირი. ეს არის წარმოშობით ოსი. მე ოსებთან არაფერი გასაყოფი არ მაქვს. პირიქით, უნდა მოახდინოთ ამ ხალხის ინტეგრირება ქართულ ცხოვრებაში, მაგრამ კანონობის და უწესრიგობის და ყაჩაღობის ბუდები, რომელიც არის საქართველოს გულში, ერთხელ სამუდამოდ უნდა მოიხუროს. ეს არის ორი სხვადასხვა რაღაცა. წესრიგის დამყარება ნიშნავს იმას, რომ ყველა მიგრძნოს ნებისმიერ ეროვნების წარმომადგენლებმა ქართველებმა და სხვებმაც. რომ საქართველოში ყაჩაღობას და ბანდიტობას ქართული სახელმწიფო ბანდიტს აღარ მოიწვევს. საქართველოს საზღვრების მოსვლას ქართული სახელმწიფო აღარ მოიწვევს. რომ ჩვენ შევქმნით ძლიერ არმია, ჩვენ გვქნებათ ძლიერი პოლიცია. ჩვენ შევქმნით ისეთ სიტუაციას, როცა გავყურთ ამ კრიმინალურ დამნაშავედ სამყაროს და სახელმწიფო სტრუქტურებას, შევძლებთ რეალურად ყველას ვაგებად პასუხი დავამყაროთ კანონის დიქტატურა. დიქტატურა კი არა, კანონის დიქტატურა. სადაც ყველა კანონი ძელმიწევნით შესრულდება და სადაც უმკაცრესი ხელით, მაგრამ არა ჰუმანური მეთოდებით. მაგრამ კაცრი ხელით კანონის ყველა წესრიგების დაცვით ჩვენ დავუყარეთ საქართველოს თელ ტერიტორიაზე. ბალანში მე როგორც ვიცი ახლა გველოდები მაყურებელი და ვიცი რომ უამრავი მაყურებელი ეკავს ახლა მეუბნება რეჟისორი. იქნებ თხოვნა მექნება ესეთ რომ მოკლე პასუხები იყოს და შემოუშვათ და ბევრი ყველა შემოუშვა და მოკლე პასუხი. რაც შეიძლება მეტი მაყურებელი შემოუშვათ და იყოს მოკლე პასუხი შეიძლება. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ საღამოშვიდობის. ალო? დიახ, გამარჯობა. ალო, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა და გამარჯობა ბატონო გოგა. გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს ბატონო მიხეილი თქვენთან. 96 ბრძანებულება არსებობს პრეზიდენტისა, ესეთი რომ ელექტროენერგიაზე და გაზის გადასახადი პირველსა და მეორე ჯგუფ ინვალიდებს შეღავათით ეძლევათ. ასეთი ბრძანებულებაა 96. ალბათ იცით ასეთი ბრძანებულების შესახებ. სრულდება ქალბატონო. არანაირად არ სრულდება. არის სიები გორუში
მაგალითად ელექტროენერგიაზე რომ მიხვიდეთ გადასახადი, გვაქვს სიები, გვეუბნებიან, არის ბუღალტერიაში სიები, მაგრამ არავითარი შეღავათი არ ხდება. არც პირველ და არც მეორე ჯგუფზე. გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტიდან არ გვირიცხავენ თანხას, ესე იგი გორის ბიუჯეტი, თვითონ ქალაქის ბიუჯეტიდან არ ირიცხება თანხა და ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს, რომ ესეთი შეღავათი ვინმეს გაუწიოთ. თუ არის ნაციონალურ მოძრაობას, თუ აქვს ესეთი ან ბერკეტები ან რაღაცა, რომ საერთოდ გაარკვიოს ეს ხო უნდა აბა რატო არის ეს ბრძანებულება, აბა რატომ შეადგინეს ეს სიები. გასაგებია, დიდი მადლობა. დავუტორ, დიდი მადლობა. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ასეთი ბრძანებულება მუშაობს, რა თქმა უნდა თქვენ გეკუთვით და რა თქმა უნდა თანხებს არ იცხოვთ. იმიტომ რომ ეს ფული არის მთლიანად მოპარული. მე ამაში არაერთხელ დავწუნებული ვარ, სამწუხაროდ ჩემ უფლებამოსილებაში დღეს არ შედის ამ ფრის კონტროლი, იმიტომ რომ ის კონტროლი შეიძლება კიდევ საპარლამენტო ასე ვთქვათ წარმომადგენელი საპარლამენტო წარმომადგენელი ჩვენ ყავს 9 კაციანი ამ ეტაპზე ჩვენ გვიდა ისეთი წარმომადგენელი ითქვა გარკვევა იქ ისეთი აუცილებლად გავერკვე მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ბევრჯერ გავგო მართლა არ აწევს ფინანსთა სამინისტრო ამაზე ფულს მართლა ეკუთვნის ამ ხალხს მე ერთი რამე გავაკეთე დღეს საკრებულოში თბილისში მაგალითად უმეტეს რაიონებში არის გრაფიკი და წყლის ტარიფი იმ ადგილებში სადაც არის წყლის გრაფიკი შემომცირეთ ორჯერ ესეც რაღაც პატარა შუბა იყო რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთეთ მაგრამ ნუ ახლა სანუგეში რა უნდა გითხრათ დღეს, როცა რეალურად ჩვენ გვაქვს საქმე იმ მთავრობასთან, რომელსაც ყველაზე უკანასკნელ ადგილზე დგას ეს მოთხოვნა ჩვეულებრივი ადამიანების, პენსიონერების, ინვალიდების, დაუცველების, იმ ხალხის, ვისაც ყველაზე თითოეული თეთრი წკი მნიშვნელოვანია და მართლა 10 და 15 და 20 წელს ახდევები ზედმეტ ყველაფერს. გასაგებია. მოდით კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ. საღამოშიდობისა პირდაპირ ეთერში ხარ გისმენთ. გისმენთ გამარჯობა. გამარჯობა გოგა. გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. გამარჯობა. მე შალვატ ნაშაძე ვაწუხებთ შიდა კათედრის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ბატონო მიხეილ, მე საერთოდ არ მჩვევია ჩემზე უფროს ადამიანებთან მასეთი ტონის საუბარი, მაგრამ მე მაინც მინდა გითხრათ, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მოქალაქეთა კავშირში ყავით წლების განმავლობაში, მოქალაქეთა კავშირთან ერთად იხწოდით, ასე ვთქვათ. და ის ადამიანი ხართ, რომელმაც თუ თქვათ როგორც თქვენი თქმით 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ალბათ ესეც თქვენ იყავით. და აი ამ სიტუაციის ფონზე და კარგამაძეს მადლობასაც უხდიდან ვერია, რა ბატონო? არა, ერთუთი თუ შეიძლება დავამთავრებ გოგა. გასაგებია თქვენ. აი ამ ფონზე თქვენ ჩამოდიხართ და კიდე გვესაუბრებით არჩევნების გაყალბებაზე, გვაძლევთ კიდევ ერთხელ ტყუილ დაპირებებს, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ არ გვჯერა ბატონო მიხეილ. მოიცე, ბეცოდია რომ გათიშეთ ეს ბიჭი, იმიტომ რომ ეს სტუდენტური მოძრაობა დღეს არის ბლოკი ახალი საქართველოს წევრი. უცნაური ჩვევა დასჩინდა ჩვენ ნამუსგარეთ ხმთავრობ. გირეკავენ პირდაპირ ეთერში მათი ეს ბლოკვები, მე სხვა სიტყვა არ მაქვს ბოდიში ამისთვის და იძახიან რომ ჩვენ ესე თქვენ ხო იყავით მოქალაქეთა კავშირში, თქვენ არ ყავით დარჩენილი. შენ რატო ხარ დღეს მოქალაქეთა კავშირში? შენ რა ნამუსით მირეკავ? რომელი ავედი ამას ერთ-ერთ რეგიონში და გამგებელი მოვიდა თქო შენ მთავრობასთან არ ხარ შეკრული. უთხარ შენ მთავრობის დანიშნულ გამგებელი. ესე იგი რა წარმოდგენით ახლა საკუთარ მთავრობაზე რომ მე მადანაშაულებ რომ სააკაშვილი არის შეკრული მთავრობასთან. მე როცა ვიყავი პარლამენტში მეგობარო გადაეცი შენ მთავრობას და შენ ბლოკ ახალ საქართველოს. მე მოვახსნევი ინჯია, მე მოვახსნევი გულოა, მე დაუპირისპირე შევარდნაც ოჯახს, არც ერთი ოპოზიციონერი ხმას არ იღებდა მაშინ. მე გავაკეთე ის რომ დიქტატურების სფეროში დავამარცხე მაფია. მე მოვხსენე პრეზიდენტის კლასელი მეფარიძე, რომელსაც გაჩეხა ნახევარი თბილისის დღეები და მე ვიყავ ის ადამიანი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მოგო დავით სალარიძეს, რომელიც იყო საგადასახადოს მოქმედი შეფი და თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი. და მებრძოდა არჩევნებზე ვაკის რაიონში. მთელი საგადასახადო, მთელი პოლიცია. ყველაფერი გააკეთეს, კარუსელები ატრიალეთ, შავ-შავი ხალხია, თანამშრომლები დადიოდნენ და ცდილობდნენ რომ გაეყალბებიათ და მაინც ვერ გამიყავდნენ. ეს იყო 99 წლის არჩევნები. მე 2001 წელს როდესაც გადავდექი მთავრობიდან და დამიყენეს ირინა სარიშვილი, მაშინდელი ვითომ ოპოზიციონერი და პრეზიდენტი გამოვიდა თქვა რომ სააკაშვილმა არ უნდა გაიმარჯვოს, ხალხს ახსოვს ეს და უნდა გაიმარჯვოს ირინა სარიშვილი. პრეზიდენტი მანამდე ამბობდა რომ არა, ხო და მე როცა ამბობდა მაშინ მე ავიღო 23% და როცა ეს თქვა მე ავიღო 93%. იმის მიუხედავად, აი ხალხი ამბობენ ხა გაგვიყალბები არჩევნებს, სულად წავა საქმე. იმის მიუხედავად რომ დაიწყეს სროლა ჰაერში. იმის მიუხედავად რომ ხალხი არ მოსულიყო არჩევნებს. ხალხი მაინც გამოვიდა და მაინც აძლევდა ხმას. მერე დაიწყეს ის რომ ჯონდი ბაღათურია ხანდელი ლეიბორისტთა ლიდერი
თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსთან ერთად გამოვიდა და ის რა ქვია საარჩევნო უბნებს არბევდა და ესეც ნახა თელმა საქართველოს მაშინ გადაიცა ყველგან ალბათ მათ შორის თქვენ არის და იქ მივიდნენ ჩვენი აქტივისტები კერდით გადაეფარნენ ამ საარჩევნო ყუთებს და მაინც დაიწყეს მოუგეთ არჩევნები. შარშან ჩვენ გამოვიდით ლოზუნგით თბილისის შევარდნაძის გარეშე და ამ ლოზუნგით მივახციეთ იმას რომ მიუხედავად იმისა რომ უკვე ვაკის არჩევნებს მევყავდა 20 კაცი. შარშან უკვე ყავდა ათასობით ადამიანი აქტივისტი თბილისში. მაშინ ათასობით 3000 დღეს ყავს 25000. გასაგებია. მე დავიცავით საარჩევნო ყველგან. რაც შეეხება ვის რა მადლობა უთხარი. მე მაშინ უთხარი მადლობა და ესეც მორიგი ინსინუაცია იმ ხალხს, ამის დღეს ვითომ მაშინ ოპოზიციაში იყო, დღეს ყველა აღმოჩნდა აი ამ სტუდენტურ მოძრაობის ეგრეთ წოდებულ ლიდერებთან ერთად სამთავრობო ბლოკში. მე ვთქვი, მაშინ მოკლეს რიგითი პოლიციელი ერთ-ერთ შეტაკების დროს. მადლობა გადაუხადე იმ პოლიციელებს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ საზოგადოების წესრიგს. მე თქვენს რომ მე მადლობა გადაუხადე თარგამაძე. თარგამაძე მოვახსნევია მე 2001 წელს. რა მადლობა გადაუხადე, ჩვენ მე ვიყავი ლიდერი სწორედ იმ მოძრაობის, სადაც ალბათ ეს ვალბატონი არის და მაგრამ სადაც 50000 სტუდენტი გამოვიდა და დავამხეთ ჩვენ კახა თარგამაძე, მე მაშინ დედი საქართველოს თავრობა და არ გვიყო ძალა რომ გაგოშვა პრეზიდენტის სახში. და ეს იყო ჩემი. აი როდესაც იყავით მოქალაქეთა კავშირში, აი საარჩევნო შტაბთან რა ურთიერთობა ქონდა და მაშინ შტაბის უფროს ჟვანია იყო, ხო? ჟვანია და მოადგილე გოგორიშვილი და ნინო ბურჯანა რა ადგილი მე პარტია იყო ესე იგი საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე იყო ჟვანია, გოგორიშვილი იყო მოადგილე, პოლიტიკური მდივანი შტაბის და მოქალაქეთა კავშირის იყო ნინო ბურჯანაძე. მე არასოდეს მოქალაქეთა კავშირის პარტიის წევრი, თუმცა ხა ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ არ ყოფილა, მე ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარე, მე ვიყავი იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც გაიტანა ყველა ის საკითხები, რომელიც ჩაუტარდა. რომელიც ჩაატარა სასამართლო რეფორმა. არა, მე მაინტერესებს შეხება არჩევნებს. ყველა შორის მინდა გითხრათ გუწფელად, რომ ნეტავი ქონოდა უკეთ უფრო მეტი შეხება, იმიტომ რომ დღეს ბევრად უფრო ადვილად გამოიცნობდი ყველა იმ ხრიკებს. რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებდნენ. მე მაშინ ერთ-ერთი შეხება მქონდა რომ ვიყავ მაჟორიტარი კანდიდატი ვაკეში, ამიტომ ჩამოშორებული ვიყავ ცენტრალურ. თქვენი შტაბი ქონდა. გასხმო. ამ შტაბის ხელმძღვანელი იყო სხვა შორის ერთ-ერთი ირაკლი ოქროშვილი. გვებძოდა მაშინ დავით სალაძის ყველანაირი მეთოდები და პოლიცია და ხაგადასახადა ვიცა მის უკან. მაშინ რეწველების პარტიაში იყო, მაგრამ თუმცა მაშინ ხელისუფლება ხარს გიჭერდა. არა, ხელისუფლების ყველა სტრუქტურა ხარს უჭერდა ჩემ კონკურენტს დავით სალაძის. ისინი ხარს უჭერდნენ მოკავშირს როგორც პარტიას. მაგრამ სააკაშოს როგორც კანდიდატს თბილისში ხარს არ უჭერდნენ არასოდეს. იმიტომ ჩვენ რა თვითონ რა პრობლემები შევხვდით. ვაკეში იყო როცა ავტეხეთ ერთი ამბავი წლეთის დღეებზე, ვაკეში იყო როცა ერთი ამბავი ავტეხეთ კონტრაბანდაზე, რომელიც იქ შემოდიოდა. ხა აქ როცა კონკრეტულ ინტერესებს ცოტა დრო რჩევა, ადამიანში კიდე მოусმინოთ ერთ მაყურებს. საღამოშვიდობისა ეთერში ხარ გისმენთ. საღამოშვიდობის. მოგესალმებით. ბატონო გოგა, მე თანაგიგრძნობთ მარტო, იმიტომ აპატიეთ ცოტა ესეთი კადნიერი ნათქვამია, რომ ბატონი მიხეილის ადგილზე არზიან გორისთან თავრობის წარმომადგენლები და თავს ვერ მოიწონებენ ვერანაირად იმ საქმიანობით, რაც ბატონმა მიხეილმა თბილისს მოუტანა და რაც ბატონმა მიხეილმა თბილისში გააკეთა. ბატონო მიხეილ, არა, მე ბატონ მიხეილთან მოხს, მე უბრალოდ მინდა რომ ბატონმა მიხეილმაც და მთელმა გორმა გაიგოს. წეგან მოქალაქეთა კავშირის ბიჭი იყო კითხვა, რომელმაც შეურაცხმყოფელი კითხვა დასვა. მე შემიძლია მე გავცე ესეთი პასუხი. მათ ძალიან ეშინიათ, თუნდაც იმიტომ რომ ეშინიათ იმ ადგილების დაკარგვის, რომელ ადგილებზეც ხედან და ამავე დროს ისინი ის მოქალაქეთა ახალგაზრდა კავშირის წევრებს ძალიან ბევრ რამეს პირდებიან და მათ არ აწყობთ არანაირად, რომ ბატონი მიხეილის ნაირები ბატონა? იქნებ კითხვა დასვა. კითხვას არ ვსვამ, მე მინდა რომ ბატონი მიხეილის ნაირები საქართველოს უმრავლოს და ერთი რაღაც იყო ტელევიზიით ბატონმა მიხეილმა თქვა. იხსნება რაღაც აფხაზეთში დაღუპულების სტენდი თბილისში. ისტორია ხო? მემორიალი რაღაცა. სად შეიძლება ამასთან დაკავშირებით მოგმართოთ? ვისთან უნდა მივიდე? მე ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონო მიხეილ, ძალიან მიყვარხართ და თუ შეიძლება რომ სად თბილისში უნდა მოვიდე, თუ გორში უნდა მივიდე თქვენს ოფისში. ბატონო, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. აი ვაჟბატონის ლიდერი რობერტ ზეგან დარეკა და მე არ ვიცი ამ კაცმა ალბათ თერი ცხოვრება უნდა იცხოვროს საქართველოში და ყველას მოდის ახალგაზრდობის შეცდომები და ყველა მიუტოვე ვისაც გონია რომ ეხლა მოკავშირში ჩაეწერება და მაგარი კარიერა ბოლოდება წინ მე მინდა გავაფრთხილო თავის დროზე მე მომივიდა ესეთ შეცდომამ თუმცა მე არ უნდა ნოქი იმ გაგებით რომ ბევრი კარგი საქმეც გავაკეთე მაგრამ გლობალურად შეცდომა იყო იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი დაატრიალებს უკან ჩვენი გაკეთებული რეალობა და დღესაც ბევრი გაძახეთ არა გაბილვაცა ხო ჩემ
და კი ასაგებენ. ნეტავი 1-2 მილიონი მომეყარა მაშინ რომ პარტია დაემფინანსებია ხა და გამომოკლა იმის მიათედი პლაკატები და ბილბორდები რაც ახლა ზოგიერთ პარტიას აქვს გამოკრული და მეტრიალებია ერთი წუთი სატელევიზიო რეკლამის საქართველოს ხის $1500 და გადათვალით რამდენ წუთს ხარდავს ზოგიერთ პარტია ამაზე. რა თქმა უნდა, ჯერ ორი პარტიისათვის 1-2 მილიონი რო დავამეყო მაშინ მოქალაქე კავშირი. ალბათ ჟვანიმ წაიღო ბატონო. არ მინდა ამაზე კომენტირება. ამიტომ მე ჩვენ ვართ ორი სხვადასხვა პარტია და ამით ყველაფერი რაზეა. ამიტომ აქ საუბარი არის იმაზე. ხო, დავანებოთ იმ ბიჭთან. რაც შეეხება ამ წელს. აფხაზეთს. შევარნადა თქვა ამ ორი თვის წინ. აფხაზეთში ომი იყო შეცდომა. შედალოცო თუ შეცდომა იყო. ეს ხო შენი შეცდომა იყო. შენ ხო ზიხარ ისე სავარძელში ადგილზე გადაადგილდები შენი ეს კოდი. იმ დედამ რომელმაც შვილი ჩააწვინა კუბოში. იმას რა დააშავა რომ შენ ეუბნები რომ შვილი მისი რომელიც გმირია შეცდომით დაიღუპა აფხაზეთში. და 10 წლის განმავლობაში ჩვენმა სახელმწიფომ ვერც სამაჩაბლოში, ვერც აფხაზეთში დაღუპულ ბიჭებს, არამხოლოდ ბიჭებს, კაცებს, ქალებს, ბავშვებს ვერ დაუდგა ძეგლი. ჩვენ წელს პირველად საკრებულოს უფლებები ავიღეთ აპრილის ჩვენ დავდგეთ 9 აპრილის პატარა ძეგლი, პატარა 9 აპრილის ვერ დავუდგეთ და ჩვენ დავდგეთ 9 აპრილის პატარა ძეგლი, ეს დავდგეთ რკინის ხე ბრინჯაოსი, რომელიც ფოთლებზე არის გამოსახული თითოეული დაღუპულის გვარი და პლუს იქვე ხეივარი დავარქვით ოჯახის წევრებს. ასევე დიდ მარმარილოს კედელს ვაკეთებთ თბილისში გმირთა მოედანზე, სადაც ყველა დაღუპულის სახელი და გვარი აი ამ დღეებში იტვიფრება ყოველდღიურად 100-200 გვარს აი ოქროს ასოებით აწერენ. ეს მთელ საქართველოს დაღუპულის ხალხი. ხო და ეს ამბობენ მოგწინვალის რეგიონში და იქ. და ჩვენ ადგილობრივ ორგანიზაციებთან ვიცემეს სახელს და გვარს. მე უბრალოდ სიები გამოვხსნე გმირთა მოედანზე ამ წინ გავაკეთეთ წელი და იქ ეს სიები არის. მაგრამ ნუ ხალხებს არ შევაწუხებთ იქ ჩასასვლელად თუ მოვა ჩვენ ორგანიზაციასთან მოგცემს სახელს და გვარს ჩვენ გადავამოწმოთ არის თუ არა იქ და არც ერთი გმირი მე არ მინდა მორჩეს. იმიტომ რომ იცით რა ჩვენი ბავშვები უნდა იზრდებოდეს ამ ხალხის მაგალითებს. იმიტომ რომ დღეს ვინ არის გმირი? გმირი არის მილიონების მომპარავი, კანონიერი ქურდი, ეს რა ქვია მაგარი კარიერა ვინც გაიკეთა გამგებლის მოადგილე, ეგეთი ვინმე ესეთი ის რა ქვია მოღვაწე რომელიც ტელევიზორში შეკავს, ესენი არიან დღეს გმირები და დღეს გმირი არ არის ის ვინც სამშობლოში გაძლიერდა თავი და თვალ და ზეგ ჩვენ ბავშვები უნდა მივყვანოთ ამ ძეგლთან და იქ დავადებით ვიცი. ბატონო მიშა 5 წუთი ვჩერდით, ერთ ზარს უპასუხოთ კიდე და მე ერთი კითხვაც მე მექნება ბოლოს. ვისმენთ საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერში ხო? საღამო მშვიდობისად ძალიან მიხარია რომ გორის ტელევიზიის ეთერით ვხედავთ ესეთ დიდ მამულიშვილს, როგორც ბატონი მიხეილი ბრძანდება. ვერანაირად ვერ უსაყვედურებთ იმის გამო, რომ ის მოქალაქეთა კავშირში იმყოფებოდა, რომ არა ის მოქალაქეთა კავშირი ჩვენ ბატონ მიშას ალბათ ვერ გავიცნობდით. თუნდაც მისი დიდი ნიჭიერებისა და მისი დიდი განათლებისა, ამის გამო მე პირიქით მადლობასაც მოვახსენებ, რომ იმ მოქალაქეთა კავშირში იმყოფებოდა. ეხლა რაც შეეხება კითხვას, ბატონო მიშა, ძალიან გვიხარია, რომ თქვენ თბილისში ესეთ დიდ საქმეებს აკეთებთ, ძალიან მისასალმებელია და იმედი გვაქვს, აი ეს უკვე ნათელი მაგალითია იმისა, რომ თქვენ როცა პარლამენტში კი არა, აი პრეზიდენტაცაც რომ გიხილავთ, უფრო მართლა გააკეთებთ ისეთ დიდ საქმეებს, როგორცაც ჩვენ ველოდებით და როგორცაც ვოცნებობთ. მაგრამ აი მიუხედავად იმისა, რომ დღეს თქვენ არა გაქვთ ისეთი ბერკეტები, რომ დაუშვათ აი თბილისის გარდა სხვა რაიონებში შეძლოთ იმის გაკეთება, რაც ასე ძალიან სჭირდება დღეს ამდენ გაჭირებულ ადამიანს. მაინც მაინტერესებს ესეთი პატარა კითხვა მინდა დაგისვათ. თუ შეიძლება თქვენს სათავეში მოსვლამდე, აი მარტო ერთ პატარა თხოვნა იქნება ალბათ უფრო ეს რომ თქვენი პროგრამა მე ვიცი, იქ ვიცი რომ წერია ის რომ გიწერიათ რომ როცა თქვენ მოხვალთ სათავეში ისა სასტრაფო იქნება როგორც თბილისში იქნება ყოველთვის უფასო მე ხელმისაწვდომი მაგრამ აი გორში თუ იქნება ამის საშუალება მანამდე აი ამ არჩევნებამდე და რა ვიცი აი რა შეგიძლიათ რომ რითი შეგიძლიათ დამშვიდოთ აი ესეთი გაჭირებული ადამიანები და განსაკუთრებით ახლა მე ვისი თხოვნითაც ვრეკავ ის არის პირველი ჯგუფის უპატრონო ადამიანი დიდი მადლობა მე მოკლედ საერთოდ გამიხარდებოდა რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა თქმა უნდა თბილისში მე ამას ვამზადებ 9 თვე. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალბათ კიდე 2 თვეში ეს შესაძლებელი გახდება თუ გვექნება საკვეთის რაოდენობის ადგილები. თუ ეს ადგილები არ გვექნება, ბუნებრივია ვერ გავაკეთებ. ამიტომ მე მინდა ვთქვა ხალხს, ძალიან ადვილია საქმის კეთება.
მოვაყვებით იმას, ვინც ავოს, რომ ყველა გვპირდება, ყველა შეხედეთ საკუთარ თვალებით დაინახეთ ყველაფერი. შეხედეთ საკუთარ ინტუიციას. თითოეული ადამიანი, რომელსაც ასე უჭირს, არის პირადად ჩემთვის პირადი კატასტროფა, იმიტომ რომ ჩემი შვილი ვერასოდეს ვერ იქნება ამ ქვეყანაში ბედნიერი, სანამ ერთი ადამიანი მაინც არის ასეთი ამ მდგომარეობაში. ამას წინათ სხვა შორის დიღმის ტყეპარკში მქონდა ეს ფიზიკური შეტაკება ვაჩერებთ ერთ-ერთ უკანონო მშენებლობას და იქ მანამდე იყო აშენებული ტოლობითა განსახლების მინისტრის 4 სართულიანი სახლი ვალერი ვაშაკიძის დიდი საცურაო აუზით და ამ სახლის წინ იქებოდა ნაგავში ერთი წელში მოხელე სანდომიან 70 წლის ქალბატონი კრეფთა ბოთლებს და მეკითხე ვინ ახარჯა და ვარნო 123 სკოლის ეს სკოლა იქ დიღომში რესპუბლიკის დამსახურე პედაგოგი უმოწმეს სტაჟით რო და პენსიაზე გავედიოდა ეს ბოთლებიო ცოტა ფულს მაგდებს რომ პენსია ყოფის არ ბუნებრივია ყოფის არ ყოფის და მე უბრალოდ რა ვიფიქრე აი რა ჰიბრიდი გამოიყვანა მთავრობამ ესეთი რომ შეუძლია ამ მინისტრს მისი ოჯახის წევრს ყოველდღე გაიღვიძონ თვალი თავი წამოყონ გადმოხედონ ფანჯერაში დაინახონ ეს ქალბატონი როგორ იქნება მათ ნაგავში და მე გადაწყვეტენ ნავად მეორე ხაზი და გააგზავნონ შვილად ძილი ამ ცხოვრება ეს ნიშნავს რომ აი ხა ერთ-ერთ მეზობელ რაიონში გამგებლის მოადგილეს და მივიდა ქალბატონი ხეიბარი პენსიონერი 80 წელს მიტანებოდა და უთხრა ვიცი რომ პენსიას არ მომცემ არც შრომა მაინც მომეც რომ პენსია მეკუთვნოს სასამართლოს შევითავ და სოციალურ დარგში გამგებლის მოადგილე რომელსაც ევალება ხალხს ზრუნვა განაცხადა რომ შენო დედაბერო ჩემთვის მიწამა გათხრილი და იქნა ჩაგაწვენა რა ცნობას გთხოვა და ქალმა აიღო და რამდენჯერმე ჩაარტყა თავის ჯოხი თავში და არ უნდა მიიყვანო ადამიანად მდგომარეობა, თორე ჯოხის ჩატყვასაც და უარესაც იმსახურებდა ეს პედაგოგი. ასე რომ აი ეს არის ერთი ჯიში თანამდებობის პირების და მეორე ნორმალური ადამიანი. ნორმალური ადამიანი და მე ჩემ თავს მივიჩნევ, რამდენი ჯიში უნდა ბედახო ნორმალურ ადამიანად, ვერ მოითმეთ და ვერც მის გარემოცვა იმას, რომ ერთი ადამიანი ვისაც აქვს აი ეს შედება ასე დახმარება არ აქვს, სანამ ეს არწევს ჩვენ ყველანი ვართ უბედურები. აი ესე რომ ქვეყანას დაუბრუნდეს იმედი. რაღაცა შემოაბრუნოთ უკეთესობისკენ. ამაში მე მინდა ძვირფასო გორელებო და არა მხოლოდ გორის ბუნებრივია გვიყურებთ თერი ქართლი და გორის რაიონის ყველა სოფელი და ქართლის სოფელი. ძვირფასო ქართლელებო. მე მინდა თქვენი დახმარება. მე მინდა თქვენი ხარჯი რაჩენოთ ისა მე მინდა თქვენი მე მოგცემთ უფლებას. არა მე ეს მეგონია მე ყველაფერი თქვა სამჯერ არ გაიგო. არა მე მოგცემთ უფლებას. მიმართ უბრალოდ ჩვენ ძალიან ბევრი მაყურებელი გვირეკავს და ჩვენ დავუშვით ეს გამონაკლისს და ცოტას გადავაცეთ გადაცემას, იმიტომ თვითონ ითხოვს ამას მაყურებელი კი ბატონო. თუ გია დაბიტოვეთ ხვალდილამდე არ არის. არა, ამდეს ვერ მოგცემთ. ისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. სამშვიდობისა გისმენთ. მოგესალმებით ბატონო გოგა და ბატონო მიხეილ. უპირველეს ყოვლისა გისურვებთ წარმატებებს საქმიანობაში. მეც ხელი მოგიმართოთ თქვენს მიერ დასახული გეგმების განხორციელებაში. ახლა კი ბატონო მიხეილ, ნება იმბოდეთ მოგმართოთ რამდენიმე კონკრეტული შეკითხვით. ადრე ყოველთვის თავსწონებდით თქვენი თაოსნობით ჩატარებული სასამართლო რეფორმის სიკეთით. შეგიძლიათ თუ არა ახლა კიდევ მოეწონოთ თავი ამ რეფორმით, რომლის ერთ-ერთი მექანიზმი კერძოდ პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების დანიშვნა აძლევს ამ უკანასკნელ საშუალებას ურცხვად განაცხადოს, რომ მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეებზე გადაწყვეტილებების მიღების. თქვენ დეკლარირებულად არ წახვიდეთ და მე გაგცემ. არა, კიდე რამდენიმე მოგვაწოდოთ. მაშინ მოდით ამას გაგცემ, მე დავწერე მოკლედ. მინდა გითხრათ, რომ იმ კანონით, რომელიც მე გავიტანე, პრეზიდენტს არ აქვს უფლება მოსილება, უბრალოდ კონსტიტუციით მას ჰქონდა უფლება, რომ დაენიშნა მოსამართლეები, ამას მე ვერ შევწყვეტ. მაგრამ მე რა გავაკეთე? მე მივიდა ისეთ კანონს, რომელსაც პრეზიდენტი კი ვერ ნიშნავდა. იუსტიციის საბჭო არჩევს, წინასწარ მოხდეს გამოსაჩაბარი კანდიდატურა ჩემ დროს ამერიკელები და ნახეთ ჩემ დროს ამ გამოსდას ერთ ჩაბარებას აბარებდა 7-8 კაცი. ბოლო გამოსდა დღეს ჩაბარა 120 კაცი. წარმოიდგინეთ, სამხედრო განსხვავება რა უკეთესად მოიმზადა არა რა თქმა უნდა, უბრალოდ ეხლა დაიწყეთ გაკეთვა უკვე ბოლო რამდენიმე წერას და მოიძა ბილეთებს. როგორც გზას რო დააკეთეთ, ამ გზას ჭირდება მუდმივად რემონტი, ასევე სასამართლო რეფორმა ჭირდებოდა ის, რომ სასამართლოები აღუჭურვათ მოსამართლეები. პირველი მოსამართლე, რომელიც რაღაც მიქარავდა, ეგრევე მოეხსნათ, ამის მექანიზმი მეჩავდა. პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ მე ვნიშნავ ცდება, იმიტომ რომ ის მხოლოდ ამტკიცებს იმას, რაც იუსტიციის საბჭო, მაგრამ იუსტიციის საბჭოს ხდება კატასტროფა. გუშინ გადადგა, უბრალოდ 3 დღის წინ გადადგა და გუშინ მოვიდა ჩვენთან ფოთის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაურ გუგელი. ეს იყო ერთ-ერთი ესე წყინავი სახე ახალი სასამართლო რეფორმის. ერთად დავიწყეთ, მაშინ ზაური იყო ახალგაზრდა იურისტი, იქ წამოვიდა პროკურატურა, გვენდო ჩააბარეთ გამოცდები, ამერიკაში წაიყვანეს, ბევრჯერ ასწავლეს, ფოთის სასამართლოს თავმჯდომარე გახდა.
ფოთის სასამართლო სადაც ამ კაც შეიძლება მილიონების გაკეთება ყველა საქმეზე, იმიტომ რომ იქ არის დიდი საქმეები დაკავებული კონტრაბანდას და მიატოვა და თქვა მე ვერ შეურიგდები იმ უბედურებას, რაც ხდება სასამართლოს იმაში, იმ კორუფციას. ჩვენ დავიწყეთ კარგად და მე მოვიდი იმ კაცს და მისთანაც ერთად დავიწყეთ კარგად. ეხლა ჩვენ უნდა შევცვალოთ თელი სისტემა საქართველოს და გუშინ ჩვენ დავასახელეთ ის დეპუტატების კანდიდატად. თერჯოლის რაიონში სხვა შორის შეიძლება გავიდეს, შეიძლება არა, ეხლა იქ დიდი კონკურენცია, მაგრამ ამ რისკს წამოვიდა. დატოვა ძალიან კომფორტული და პოტენციურად ძალიან მაღალ შემოსავლიანი სასამართლოს პოსტი. ასე რომ ვთქვათ, ეს იყო რეფორმა ერთადერთი, რომელიც იყო სისტემურად სწორად გააზრებული, მაგრამ მოყვა ის, რაც მოყვა, აი ამ მიზეზების გამო, რომელიც გითხრათ. შეგიძლია ბატონო მიხეილ. თქვენ დეკლარირებულად უცხადეთ ბრძოლას ყოველგვარ უკეთურობას, მაფიებსა და კლანებს. ეს თუ ასეა, მაშინ გაუგებარია ჩვენთვის. თუ რატომ დაუდგა თავდება თქვენი პარტია ენერგომაფიის ერთ-ერთ წარმომადგენელს ES Telas-ის ფინანსურ მენეჯერს, ნუ გვარი აღარ გვახსოვს, გათავისუფლებას. როგორც მართლმადიდის საშუალებები უწყებოდნენ, მას 3 თუ 5 მილიონის მითევსებაზე ედება ბრალად. აქ არ აქვს ადგილი იმას, რასაც ნათელაშვილი თქვენს მიმართ ასე ელაპარაკებს. კიდევ მაგ ბატონო ჯერეთი მითხარით და კიდე შემდეგ შეკითხვა, კიდე ორი შეკითხვა მექნება. ძალიან ბევრია უკვე. ერთი შეკითხვა ბატონო. რა უთილებლობით იყო ნაკარნახევი, რომ თბილისის საკრებულო კომიტეტის თავმჯდომარეებისათვის ძვირადღირებული მანქანები იყიდა. კარგად უთხრით, რომ ავტომანქანა ფუფუდება კი არა, მხოლოდ გადაადგილების საშუალება, მაგრამ ჩვენს გაუსაძლის პირობებში, როდესაც პენსიონერებისათვის ვერ მიგვიჩნია 14 გასაგებია. მანქანების შეძენა დიდ ფუფუნებას უნდა ჩაითვალოს. შოში დაიშულმა და მისთანებმა ფეხით იარონ გვარშულობიდან არ ჩამოარდებიან და ერთი შეკითხვა ბატონო. შოში დაიშვილია ბატრის და ბოლო შეკითხვა ბატონო მიხეილ. შევარდნაძის წასვლის შემდეგ არის თუ არა იმის შეშურება, რომ აჭარბაში გურჯისტანად მოგვევლინოს, ან და რა შეფასებას მისცემდით ცარიელ აუზში გასამწესებელ კაკიმასხარა სოციალისტის მცდელობას გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე. ხოლო შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი. არ დამობე რომ ამისათვის ემზადება და ვარჯიშობსო. ექსპორტი დადისო და პოლიციის კანარეიკას გასცეს. ერთ მინდა გითხრათ ეს თეორიის ფინანსური მენეჯერი რომ მე საერთოდ ამ კაცს არ გამიგია ვინ არის და ჩემი პარტია ნაციონალურ მოძრაობა მას თავდებში ნამდვილად არ დადგო. დაუდგა თავდებში რამდენიც მე გავიგე ასევე გაერთებიდან და მე რო ვკითხე კაკო ბობოხიძე რომელიც არის ხონის დეპუტატი მაჟორიტარი რომელიც არის ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციის წევრი და მას ჰქონდა მოსაზრება და ის დარწმუნებული იყო რომ ეს კაცი იყო უდანაშაულო და სხვა შორის მე ამას არ გამოვიწყებ თუმცა არ ვიცნობ არ საქმეს არ ვიცნობ და პირადად მე ნამდვილად ამას არ გავაკეთებ. მეორე თბილისის საკრებულოს არანაირი კომისიის თავმჯდომარეებისთვის არანაირი მანქანები არ უყიდია. ერთადერთი იყიდეს ბოდიშვილი ერთი გამონაკლისის გარდა რომ სოციალური საკითხი კომისიის თავმჯდომარის ბატონ სოსო შატბერაშვილის თვალწინ უყიდეს არ არის დასამალი ეს არის ჩვენი ფრაქციის წევრი. მე მიხეილ სააკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მანქანაზე პერსონალ ავტომობილზე თქვი უარი უფრო მეტიც. თბილისის საკრებულო ერთადერთი წარმომადგენლობითი ორგანოა საქართველოს უახლეს ისტორიაში. იმ პერიოდში ზუსტად როცა პარლამენტმა 4-ჯერ გაიზარდა თავის ხელფასები და დაუნიშნა სიცოცხლის ბოლომდე პარლამენტის წევრების პენსია, მე 2-ჯერ პირველად გავაკეთე შევამცირე და ყველა მივეცეთ ამას ხმას სხვადასხვა ფრაქციებმა საკრებულოს წევრებს ხელფასი. ასეთ სხვა პრეცედენტი არ არსებობს და თქვით რომ ჩვენ მოდით ეხლა ვიკითხე რამდენია ხელფასი მითხრეს იქ 400 ლარი მე თქვით რომ ეხლა მოდით ხელფასები 2-ჯერ შევამციროთ და როცა ხალხი იცხოვრებს უკეთესად, მე გავუზავთ, მით უმეტეს რომ საკრებულოს წევრს შეუძლია სხვადასხვა მუშაობა და ეს პრობლემა არ არის. ბადრი შოშტაშვილი არის მეწოთა ფრაქციის წევრი, არანაირი კომისიის თავმჯდომარე არ არის, ამიტომ თავის მანქანა ალბათ ხავს ყოფილი თბილისის მერია და მე მგონი ხარიბი ადამიანები არ გახსოვთ, მაგრამ ჩემ ფრაქციასთან, ჩემ პარტიასთან კავშირში რა თბილისელებმა აირჩიეს და არის საკრებულოს წევრი და სხვა შორის ახლა ნამდვილად არაფერს არ აშენებს ამჯერად. ასე რომ ბოლო კითხვა იყო პრეზიდენტობა რჩეულიშვილისა რომელიც მე ესე გავიგე და ასლან აბაშიძეზე იყო ლაპარაკი. ასლან აბაშიძე სხვა გადატანილი თუ კარგად დააკვირდით ყველაზე მეტად თუ კი ვინმეს ებრძვის ასლან აბაშიძე ერთადერთი ვისაც ებრძვის გადაწყვეტილი ვარ მე და ჩემი პარტია და მარტივ მიზეზის გამო ჩვენ ვართ ერთადერთი რომელიც ამბობს რომ ჩვენ არ შევეპუებით იმას რომ პრაქტიკულად ფეოდალური რეჟიმი ძარცვავდეს და ჯიბეშიდებს იმას, რაც არის საქართველოს ყველა მოქალაქის საკუთრება. ბათუმის საბაჟო, ბათუმის პორტი, ჩვენი საზღვაო ზოლი არ არის ერთი ოჯახის საკუთრება. ის არის თითოეული გორელის, თბილისელის, ტყვიაველის, ჩხოროწყუელის ყველა საკუთრება. ასე რომ ეს თქვი ერთ-ერთი მე. როცა იხილავდნენ თავისუფალი ეკონომიკის ზონის განს, ყველა პარტიამ უმრავლესობის, ოპოზიციის, ყველა უყურეს რომ პარტია მისცა ხმა ნაციონალური მოძრაობის გარდა.
აი როდესაც ლაპარაკობთ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც აქვს თავის ოპოზიციას განსხვავება არის ეს, რომ ნაციონალურ მოძრაობა ასეთ გარიგებებს არ მიდის. თავისუფალ ზონის უკანონობას ჩვენ აჭარაში ვერ მიცეთ ხოლმე რა მოსაზრებაც არ უნდა იყოს. მე ჟვანია ხარ დავჭი. ჟვანიამაც, მურჯანაძემაც და სხვებმაც. აქ მე არ ვედავ ეს თქვენი ის არის, მე ნამდვილად ამის თქოს, მაგრამ ხალხი უნდა იცოდეს. მე მომადგენე იქ საკრებულოსთან და ეგ ლოზუნგები აფრიალეს, სააკაშვილი ცისფერი, სააკაშვილი კალიგულა, ჯერ თქვენს რომ სახურები არ გაუკეთებია, 5 მისამართი დაასახეს. ეგონა რომ იტყო მოვკვდით და იქ საფლავი და ხმას ვეღარ მოვაწვდით. როგორც კი ეს 5 მისამართი დაასახა რუსთავიორის ხაბის კურიერში, მეორე დღეს რომ 5-ვე მისამართი მოვკვდით, ხელი ძალიან ცხელდა ჟურნალისტები ძალიან წავასხი შეიძლება თქვენ პროფესიის წარმოადგენს, ნუ წავიყვანეთ ძალიან. მივედით 5-ვე მისამართი დაუთვალიერეთ. მათ შორის აღორძინების ოფისის თავზე, სადაც ქალბატონი იყო 70 წლის რუსი ეროვნების, რომელიც ყოლო ისინი არიან ინტრიგანებიო, გაფუჭებულებიო, იმიტომ ყველაფერი გამიკეთეს და საიდან მოიგონეს. 5-ვე მისამართი, მოიჩვენა მიხვდა რომ აღმოჩნდა რომ ეს არის ბლეფი და თვითონაც აღიარეს. ალბათ გაიში არასწორად იყო მith대 რაღაცას დაიბუტყო. მეორე დღეს მომადგენ უკვე პლაკატებით რომ სააკაშვილი კალიგულა, იქ ცისფერი, ესეთი ისეთი. მე ამაზე ჩვენმა აქტივისტებმა ამ დროს ვიყავით რეგიონებში გასული საარჩევნო შეხვედრებზე, გადმოკიდეს პლაკატი და იქ ეწერა რომ ასლან მიმართი კანცელარიას, რომელიც არის 200 მეტრში თუ გინდა პროტესტის გამოხატვა. მაგრამ კანცელარიასთან იმას გასაყოფი არ არის. არაფერი კანცელარიასთან ყველაფერზე შეთანხმებულია. ერთ-ერთი ვინც არ ხვდება თვალში და ნერვებს უშლის ვართ ჩვენ. ეხლა ისმის კითხვა. აი რა ნაციონალურ მოძრაობა რა ყველას უშლის ნერვებს. აღარ შეიძლება იმასაც უშლის ნერვებს, ვიღაც ოლიგარქს, მთავრობას, ქობლიანიძეს, ასლანაბაშს, რა ვერ გაიყავით და რა ხუთი არის ხალხად ვერავის და ვერ მონახეთ საერთოდ. რა თქმა უნდა მონახეთ, მაგრამ ეს ყველა ხალხი არ არის ქართული ხალხი. ეს არის ის ხალხი, რის გამოც ქართული ხალხი ცხოვრობს ცუდად. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კარგად ამათთან ყველა. ამ და რაღაცის გაკეთება შეძლო ჩვენი ხალხი. აი ეს არის ჩვენი წამსი და ჩვენი ფილოსოფია და ამიტომ არის ყველაზე მეტი ბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ. ასე რომ და რაც შეეხება იმას, რომ საკრებულოს წევრებს დაუბრუნეთ დღეს საკრებულოს თომას უატარებდით, საკრებულოს იქ დარბაზში, უბრალოდ ფოიეში მოიპარეს საფულე რაღაც. და იქ ერთმა ლეიბორისტმა იხუნას ხო შეძლოდები ყავს საკრებულოში. რამდენი არის ეს იყო საკრებულოს და მერის შენობა ერთად არის. და მერის თანამშრომლები იქ დადიან და სამსახურების უფროსები და აშენეთ ამას და ფოტოაპარატის მოპარეს ჩვენ ერთ თანამშრომლს და ერთმა იხუნა რომ ესო იმიტომ მოიპარეს რომ გავხსნა ქურდება რომ ჩვენი ხელფასი ორჯერ შევამცირეთ და წევრები დაიმშეს. რა თქმა უნდა არც ისე ცუდად არის საერთოდ როგორც ისაწყლები, მაგრამ ეს პრეცედენტი რომ შეიქმნა ჩვენი ხელფასების შეუცვლელად ეს არის სწორი და პირველი რაც გავუკეთეთ პარლამენტში თუ თქვენი მხარდაჭერა რომ ჩვენს დამრეკავის მხარდაჭერა ეს იქნება ის რომ ჩვენ იმ სამუდამო პენსიებს გავაუქმებთ და ხელფასებსაც შევამცირებთ თუნდაც სამშობლო ემსახურონ ქვეყანას ემსახურონ უანგაროდ და თუ მოდიან იქ დეპუტატი ხარ თქვენი დეპუტატი ყავთ აქ გორში ვახტანგ ყანჩაველი ხო მაინც სახელით არ მახსოვდა კარგად შემდეგ ჯერზე თუ მაინც დააპირებთ მის არჩევას აი იქნება რომ საძილე უტომრები რო იყო ადრე ანის გამოატანა თუ ვინმე შემოგჭათ ან კარგი მუთაქა რომ უხერხო პოზაში არ ეძინოს პარლამენტში იმიტომ რომ მე არ გამიგია ამ კაც ხმა მოიღოს საერთოდ რამეზე მით უმეტეს გორელების ინტერესებს მე რაღაც არ მახსოვს შეიძლება მე მაინდამაც არ მაინტერესებს პარლამენტში ახლა მაგრამ ხო ჩაოლებრივი ადამიანი მეც მოქალაქე ვარ და შემიძლია გამეგო ასე რომ კარგი მუთაქა მოუძებნეთ და თუ ირჩევთ მაგრამ უხერხო მდგომარეობაში მაინც რო არა მოუშვათ ხრინვა რომელიმე პარლამენტის ხმაზე ისე გამოუშვეთ იქ გასაგებია და ჩემი ბოლო კითხვა ადამიანებში. ხო არ ნიშნავს თქვა იგივე გუშინ თქვენ ჟვანია ფლუგერსში შედარება მოიყვა. ფლუგერი არაფერი ცუდი რაღაცა ეს არის ბავშვიური ესეთი ისა რომ ეტრიალებს იმის ხეთ ქარისად დაუბერავს რა არის ხან ცუდი სიმპათიური საყვარელი თქო. ხო არ ნიშნავს ეს თუნდაც თქვენი ესე თქვა უკვე დაპირისპირება შეიძლება ესეც სიტყვას უკვე დაპირისპირება იმას რომ თქვენ ძალიან ადრე დაიწყეთ უკვე საპრეზიდენტო კამპანია. არა მე მინდა გითხრათ ერთი რამ რომ იმიტომ რომ ჟვანიაც იქნება ალბათ საპრეზიდენტო კანდიდატი. ხო არ ნიშნავს საპრეზიდენტო კამპანია. რეალურად ჟვანია მიმაჩნია რომ არის ამ ბლოკის მოტორიც, ლიდერიც, ტვინიც და გადაწყვეტილების მიხედვით. ბურჯანაძე ვინ არის? ჟვანია ბურჯანაძე არის ბლოკის სახე. დანარჩენი ყველაფერი არის ჟვანია. მე არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მე ერთი რამ მინდა თქვა. ყველა ადამიანი უნდა გააკეთოს თავისი არჩევა. მაგრამ ჩვენ და ისინი გავსხვავდებით და მე მიმაჩნია რომ ჩვენ ვართ უფრო პრინციპულები, უფრო თანმიმდევრული, უფრო მიწვრთნელი. მაგრამ მე არ ვაპირებ საარჩევნო კამპანია ავაწყო იმაზე რომ ადავეცხა თავს. მე უბრალოდ განმომართ ხალხს. რა რომ ჩვენ გავსხვავდებით, რომ ჩვენ სხვადასხვა ვართ, ჩვენ არა ვართ ერთნი.
ისინი ამბობენ, რომ ისინი უფრო გაწონასწორებული შვიდები არიან, ისინი ზომიერები არიან, ყველასთან კარგად. მე ვიძახი, რომ მე ვარ ზომიერი ადამიანურ ურთიერთობებში, მაგრამ ვერ ვიქნები ზომიერი უმსგავსობად დაპირისპირებისას. მე არა ვარ ექსტრემისტი ბუნებით, მაგრამ ექსტრემალური ვითარებაში საჭირო ექსტრემალური გადაწყვეტილებები. მე ვერ შეურიგდები ნახევრად კორუმპირებულს, ზომიერად კორუმპირებულს, ჩემ კორუმპირებულს, ვიღაცის მებენზინეს, მე ვყავთ ჩემი პრინციპი. ეს არის განსხვავებული ჩვენში. რატო გადარება ხშირად ზვიად გამსახურდია სპორტი? ემოციურად. არა, ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ ხა ჩვენ რა თქმა უნდა მე ეს კომპლიმენტიც არის და შეიძლება არც ისე სწორი იყოს. მე ძალიან გავსხვადები ჩვენ ერთმანეთთან, ეს არის სხვადასხვა სულად სხვადასხვაება, მაგრამ ერთი რამე არის, რომ ზვიად გამსახურდი რა თქმა უნდა იყო პატრიოტი. ძალიან ემოციური კაცი. რა თქმა უნდა იყო პატრიოტი და რა თქმა უნდა იყო უზომოდ შეყვარებული საქართველოს. ეს ქართული პოლიტიკური სპექტრის 90% დღეს საერთოდ არ არის. ის რაც ხდება ბას, ეს ერთი. მეორე, ზვიად გამსახურდია შანსი არც არავინ არ იცი ნამდვილად. ახლა ზვიად გამსახურდი არც ერთი დღე არ ყოფილა ნამდვილი ძალაუფლების მქონე. ასე რომ დღეს კითხაობა იმაზე, რაც გააკეთა და რაც არ გააკეთა გამსახურდია უკვე არის გვიანი. ფაქტია, რომ უნიკალური შანსი ჰქონდა შევარდნაძეს. უნიკალური, მას ჰქონდა 100-ჯერ მეტი შანსი ვიდრე გამსახურდიას. ყველაფერი გახსნილი ჰქონდა, ხალხის დებაც ჰქონდა, რო იძახიან რა გინდა მოქალაქეში, იმ პერიოდში ძალიან ბევრი ხარს უჭერდა. მაგრამ რეალურად მე რომ მეგონა, რომ ის თავის ოჯახს ებაღა გააკეთა და თავის მომავლის ინტერესებს, იმის რომ შესულიყო საქართველოს ისტორიაში როგორც დამფუძნებელი მამა ახალი ქართული საქართველოს. ამას ყველაფერს გადაუსვა ხაზი და რაღაცა წვრილმანი ინტერესების და წვრილმანი ინტრიგებით აღმოჩნდა მისთვის თავი. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამდავე დროს ახლა ქალბატონმა დარეკა მინდა დავითახო ძალიან ნიჭიერი ჯგუფი მოვიდა ასე პოლიტიკაში. ეხლა არავის დასაყრდნობა ჩვენ არაფერი არ გვჭირს, მაგრამ ერთი რამე ცხადია, რომ ჩვენ ვიბრძოლებით ბოლომდე. ჩვენ ვიბრძოლებით ბოლომდე, რომ საქართველო გახდეს ნორმალური ქვეყანა. საქართველო გახდება ძალიან წარმატებული და ძალიან კარგი ქვეყანა. მე ერთ უცად კიდე ბატონო მიშა იმისთვის, რომ მიმართოთ შიდა ქართლის მოსახლეობას. არაფერი მე წავიდეთ არჩევნებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ საყვარელ და მშობლიურ ქართველებს, რომელიც ისე კასპში თქვით, რომ კასპელი ვარ. მე მახსოვს, მე გახდით მაშინ და კასპელი მე არა ვარ, მაგრამ კასპიდან არის სააკაშვილების გვარი. და სააკაძე. და სააკაძე. ეს ასია. ფუძე. კი. მაგრამ ნუ ხა უახლესი ისტორია ჩემი გვარის არის გორიდე, ხა ესენი არიან. მოკლედ რო თქვა ქართველი ხართ რა? ხო, ეს ხო ჩვენს მაგ დაუპირისპირდებით და ძალიან კასპელი კოპ. თავისაში. თუმცა რა ხა მე ქვახურელში ყავს კიდე ნაცავი. დიდი დაპირისპირებას ვერ ხედავ. თუმცა ჩემი გვარი, ჩემი მეორე მხარე დაკავშირებულია სამეგრელოსთან, იმერეთთან, გურიასთან, კიდე რომელი კახეთში სამწუხაროდ დიდი ფუძე არა, მაგრამ კახეთში არიან სააკაშვილები, მაგრამ ჩემი უბრალოდ აქედან დასული სააკაშვილები არის. დედა ჩემი არის სამეგრელოდან, მაგრამ რაჭასთან მაკავშირები, ასე რომ მე დაკავშირებული ყველასთან, თუმცა ემოციურად ეს მისია სააკაშვილი, რომელსაც ასე ბევრს ლაპარაკობდნენ და ამას გაიში დაწერეს, რომ არა აკადემიკოს კი არ იყო იქ იმეყო, კგბ-ს გენერალი, რომელიც დაავერბოკა მიშა, როცა ის იყო 4 წლის შეფთო, 5 წლის იყო გარდაიცვალა. დავანებოთ თავი. თავარი არცი არის იმაში, რომ ხალხო ჩვენი ცხოვრების გამოსწორება შეიძლება ძალიან ადვილია საქმის კეთება. ძალიან ადვილია შემოგვიმების გაკეთება. თავარი დღეს არის, რომ დავდგეთ ერთად. თავარი დღეს არის, რომ დავიჯეროთ, რომ შეიძლება უკეთესად ცხოვრება. მე არ მინდა არც ქადაგება, არც მიტინგის მოსაწყობად არ ვარ ჩამოსული. ძალიან ბევრი პროპაგანდა. მე არ მაქვს საშუალება, მე არ ვთხოვ ტელევიზიებს, გაზეთებს, სხვა საშუალებებს, რომ დავაბოლო ხალხის პროპაგანდას. მე ერთი რამე ვიცი. მე ზუსტად ისევე შევწყვეტ ყველაფერზე, როგორც თითოეულ თქვენს. ასე რომ თუ დავდგებით ერთად, ყველაფერი იქნება კარგად. თუ ჩვენ დავიქსაქსებით, ისე დავიყოფით, ისე გამოვაყენებიათ თავს, ისე დავარწმუნებიათ ამას თავს, რომ ჯობია ისე დავეტიოთ სახში, არაფერი არ შეიძლება, ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ მომავალს გადავცოთ ხალხს. ერთი დღე არააქტიურობა ნიშნავს შემდეგ 4 წელს სინაუდს და საქართველოში შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესები. ასე რომ ჩვენ თუ გვინდა ჩვენი რუსეთში და სხვაგან გასული ხალხი დავუბრუნოთ უკან. თუ გვინდა რომ ჩვენი ტერიტორიული მცენობა აღმოჩნდეს, თუ გვინდა რომ ვიცხოვროთ თითოეულობა უკეთესად, თუ გვინდა რომ ბავშვებს ჰქონდეს განათლების საშუალება. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ზუსტ პროგრამას ამ კუთხით მაინც თავაზობთ თქვენ ნაციონალურ მოძრაობა და ყველაზე კარგი კანდიდატი აქ ერთ საუკეთესო კანდიდატი რომელიც მოყავს საქართველოს ნებისმიერ რაიონში არავის არ ეწყდება სხვა ჩვენ კანდიდატს არის ირაკლი ოქროაშვილი. ეს არის ჩემი უახლოესი ადამიანი, არა უბრალოდ რაღაც მაგაცობის გამო. ხარწმუნებთ, რომ მაგაზე უფრო დიდი ხეზი მაგაცები ხავს. არამედ სულიერ მონაცემ ხალხი ვარ ჩვენი პრინციპების გამო. ეს კაცი არასოდეს ყველაზე დაძაბულ ბრძოლაშიც კი არ დაუხევია ჩემ გვერდზე და არ წასულა უკან. თუ ასეთი ხალხი აქ ხალხს არ გაუხსენებთ, მაშინ ჩვენ მომავალი არ გვქონია. თუ მაგ გაუხსენებთ და თითოეულ გორელისთვის იბრძოლებს, აი ყოველგვარი პათიტიკის გარშემო. სისხლის უკანასკნელ წვეთად. ამის გარანტიას მე გაძლევ და ძალიან დაეხმაროთ და დავუდგეთ გვერდში.
დიდი მადლობა ბატონო მიშა, დიდი მადლობა მაყურებელს, რომელსაც დარეკა, რომელსაც საკუთარ ვერ დარეკა და ვიყურა. დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მაინც გამონახეთ, რომ ჩამოვბრძანდით გორში, მე იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით ამ სტუდიაში და უბრალოდ ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი და სხვათა შორის ამ სტუდიაში ბოლო ხანს ყველა პოლიტიკოსი, ვინც აქ იმყოფებოდა, აუცილებელია აქტიურობა აუცილებელია. შემდეგ ჯერზე რომ მოყვება მოვა რომელია პოლიტიკოსი, კითხეთ თვითონ არ გაკეთებული გარდა ცარიელ ლაყუებს. და გარწმუნებთ, ჩემი გადაცემის პირველი რომელიც მეუყვებოდი, რა გაკეთებული და მათ ეყოფა ზუსტად 2 წუთი თუ არ არის სრული გასაწყვეტი. დიდი მადლობა მაყურებელს.